გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყარე პოდკასტი. დღეს არის ოთხშაბათი და დაგიბრუნდით, რა თქმა უნდა, პოდკასტ არეადან. დღეს განსაკუთრებული სტუმარი მყავს და განსაკუთრებულ თემაზე ვისაუბრებთ, ესე მგონია და ძალიან საინტერესო იქნება, ამიტომ გამოვყვებით ბოლომდე ამ საუბარში. დღეს ჩემი სტუმარი არის ლევან მათითაშვილი. გამარჯობა. გამარჯობა გონცა. ვინც არ იცის, ლევანი არის ტრანსფორმაციის ტრენერი და Retreat თბილისის თანადამფუძნებელი შემქმნელი. დღეს ჩვენ როგორც თქვი, ბევრ რამეზე ვისაუბრებთ, მე ესე მგონია, მაგრამ რაღაცნაირად ღერძი მინდა რომ იყოს მიჯაჭვულობა. იმიტომ რომ არ ვიცი როგორ მოხდა, მაგრამ ამ პოდკასტში ამ თემაზე ესე სიღრმისეულად არ გვისაუბრია და ალბათ შენ გელოდებოდი რომ ეს თემა გაგვეშალა კარგად და გემრიელად. და მე ასევე მაყურებელს ვეთქვი რომ გადავალთ სულიერ გამოღვიძებაზე და ამას ავხსნი მე რატო გადავალთ, იმიტომ რომ რაღაცნაირად მგონია რომ აი მიჯაჭვულობის სიზმრიდან გამოსვლა სამოსვლის მერე იწყება ალბათ სულიერი გამოღვიძებაც, ესე ვფიქრობ, რაღაცა პროცესი არის ესეთი და შენ მითხარი შევავცდები, შეიძლება არა. დავიწყოთ პირველი კითხვით, ჩვენ ყოველთვის ვიწყებთ ხოლმე სუთავიდან, აი რაღაცა ბაზისურით, რა არის მიჯაჭვულობა და აი როგორ აუხსნით იმ ადამიანს, ვისაც საერთოდ პირველად ესმის ეს სიტყვა და არ იცის რასთან არის საქმე. მადლობა გონცა მოწვევისთვის. ძალიან ფართო თემა არის და ვისწრები რომ გასაგებიანით გამოვთქვა. დავიწყებ იქიდან რომ მიჯაჭვულობა არის გამოვლინება მდგომარეობის, რომელსაც ქვია ღრმა ძილი. მიჯაჭვულობა შეიძლება არსებობდეს როგორც გარე გამოვლინებით, პირობითად ავიღოთ რომ მე ვარ მიჯაჭვული რაღაც წყალზე, ყავაზე, ნივთიერებაზე, ადამიანზე. რასაც გარე სამყაროს ვეძახით, ანუ ობიექტი ან სუბიექტი. მაგრამ რეალურად ეს მიჯაჭვულობის წყარო და ფუძე არის ფსიქიკაში, რომელიც არის ადამიანის არსში ჩადებული. ის არსება, რასაც ადამიანს ვეძახით, არის განვითარებადი არსება, სოციალური განვითარებადი არსება, უმეცარი არსება, უგუნური არსება. ჩემი ჩათვლით, პირველ რიგში ჩემ თავზე ვლაპარაკობ. ჩემი ჩათვლით. რაში მდგომარეობს ეს უმეცრება და უგუნურება, ხო? ანუ ტვინი არის დუალური, ანუ დუალიზმშია. ყოველთვის განხილვაშია რაღაცის. ჯგუფშია, ჯგუფობს ტვინი. არის შეფასებებში, შედარებებში და გააჩნია თავისი სუბიექტური საკუთარი წარმოდგენები. ამ წარმოდგენებზე არის ადამიანი მიჯაჭვული, ანუ საკუთარ თავში არსებულ წარმოდგენებზე, რომელიც არის ტანჯვის საგანი. და რატო? პირობითად ავიღოთ, რომ მე რომ გამოჩნია გარკვეული წარმოდგენები ამა თუ იმ მოვლენის მიმართ, ან ადამიანის საუბრის, ან ადამიანის აზრის მიმართ, ვითარების მიმართ, ეს წარმოდგენა რო არ მიკმაყოფილდება, მან დგება ტანჯვა. თუნდაც ავიღოთ სურვილი. მე რო გამოჩნია რაღაც სურვილები და ეს სურვილები არ კმაყოფილდება, მან დგება ტანჯვა. ნუ ოკეია რა, იმიტომ რომ ესეთი გზა აქვს გასავლელი ამ არსებას, რასაც ადამიანს ვეძახით. ესეთი გზა აქვს გასავლელი. რატო უნდა მისმინოს მე ადამიანმა, ხო, აი თქვენმა მაყურებელმა, მსმენელმა, მე რატო უნდა მისმინოს? რა მაქვს ისეთი სათქმელი, რომ შეიძლება დაინტერესდეს? მე არ ხელმძღვანელობ თეორიებიდან. მე ხელმძღვანელობ ჩემი კონკრეტული უშუალოდ პრაქტიკული გამოცდილებიდან. მე არ ვამბობ, რომ ვინმეს რაღაც განსხვავებული ვარ, ან ვინმეზე მეტი ვარ. არც იმას არ ვამბობ, ვინმეზე ნაკლები. თანაბრად აღვიქვამ რა. უბრალოდ ჩემი გამოცდილება მეუბნება, რომ იყო გარკვეული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ტანჯვა იყო საკმაოდ მაღალი ხარისხის. მარტო გრძნობდი თავს. შეიძლება ოჯახი, მეგობრები მყავს და მყოლოდა, მაგრამ მათთან ერთადაც მარტოდ უგრძნობდი თავს. ეს მეგონა რომ იყო რაღაცა თითქოს ყველასგან განსხვავებული მდგომარეობა, რომ თითქოს მე ვიყავი ასე და სხვები არ ყოფილან.
მაგრამ მე აღმოვაჩინე, რომ თურმე ყველა ადამიანი ასე არის. უბრალოდ ვინ როგორ ნიღბავს და ვის რა ხერხები აქვს გამომუშავებული, რომ ეს სიმარტოვე არ განიცადოს და თავი დააღწიოს იმ შინაგან ტკივილს, რომელიც ამ სიმარტოვეს მოაქვს. სიმარტოვის მოწყენილობის მდგომარეობებს. ამ ტანჯვამ მე მიმიყვანა იქამდე მადლობა პირველ რიგში ამ ტანჯვას. მიმიყვანა იქამდე, რომ დავიწყე ძიება, თუ როგორ შეიძლება ეს ტკივილი და ტანჯვა გაქრეს. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ამ ძიებამ მაპოვნინა პასუხები და გზები, თუ როგორ დამეღწია ამ სიმარტოვის და ტანჯვის და ტკივილის მდგომარეობიდან. და ახლა სხვებს უზიარებ ამ ჩემს გამოცდილებებს. გარკვეულწილად ეს ყველაფერი მოხდა დახმარების მოთხოვნის და დახმარების მიღების საფუძველზე. დღესაც მე არ ხელმძღვანელობ საკუთარი აზრებით და საკუთარი ემოციებით, ანუ მოქმედებებს არ ვახორციელებ ჩემი ემოციებიდან. რამე თუ ეს სწავლება, რაც არის მრავალსაუკუნიანი სწავლება, იმით ვხელმძღვანელობ. მიჯაჭვულობა, როგორც აღვნიშნე, არის შიგნით და გარე გამოვლინებით შეიძლება რაღაც მოქმედების სახით, საუბრის სახით გამოდიოდეს, ვლინდებოდეს და მეტწილად არის დამაზიანებელი. იმიტომ რომ თუ მე ვიხელმძღვანელებ ჩემი სუბიექტური წარმოდგენების საფუძველზე, თუნდაც ჩემი ემოციური მდგომარეობების საფუძველზე და მაქიდან განვახორციელებ მე მოქმედებას, ეს არის დამაზიანებელი. ამიტომ დგება საჭიროება, რომ მე დავაბალანსო ჩემი შიდა მდგომარეობა, სამყარო და შესაბამისად გარე სამყაროშიც ნაკლებად დამაზიანებელი ხვდები. ამ ყველაფერს სჭირდება რაღაცა ეტაპების გავლა, ფაზების გავლა. გარდაუვალია გონცა. ყველა ადამიანს უწევს და მოუწევს ამ ეტაპების გავლა. სხვადასხვა სახით. ზოგი ამას ადრეულ ასაკში გადის, ზოგი ამ ცხოვრებაში საერთოდ ვერ გადის და სხეულიდან თავისუფლდება და იმ მდგომარეობაში გადადის, რასაც მარადიულობას ვეძახით. პრობლემა თუ შეიძლება დავარქვათ პრობლემა, მდგომარეობს იმაში, რომ მიუღებლობა გვაქვს. საკუთარი თავი? მიუღებლობა გვაქვს იმის მიმართ, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ. აი, ამას ვერ ვიღებთ, რომ არ ვაღიარებთ. რომ პრობლემა არის ის, რომ ვერ ვღებულობ სხვა ადამიანების გინდ აზრს და გინდ მოქმედებას. თან მარტივია ძალიან, გონცა. ამაზე მარტივი არაფერი არ არის. უბრალოდ ამის აღიარება არის საჭირო, რომ არა მაქვს ძალა, რომ ვაღიარო, რომ მიუღებლობა მაქვს სხვა ადამიანის აზრის და მოქმედების. ეს სიტყვებად რჩება. ამას, რამდენი წლისაც ვარ, იმდენი წელია მესმის, რომ მიიღე სხვა ადამიანი ისეთი როგორიც ხარ. პატივი ეცი სხვა ადამიანის აზრს ან მოქმედებას. ამაზე რატო კეთდება აქცენტები? იმიტომ რომ ადამიანს არ შეუძლია ამის გაკეთება. რატო? იმიტომ რომ ასეა მოწყობილი. ადამიანის ბუნება? ადამიანის ბუნება არის ასეთი. ასეთი რო არ იყოს ადამიანის ბუნება, მაშინ, ბუდამ რაც ილაპარაკა, იესომ რაც ილაპარაკა, საკმარისი იქნებოდა და იმ ლაპარაკის მერე ყველაფერი დაალაგდებოდა. მაგრამ დააკვირდი, მათ უბრალოდ ილაპარაკეს და ილაპარაკეს არა გამოსავლის გზები, არამედ ილაპარაკეს რა ხდება. რა ხდებაში რა გულისხმობ? რა ხდება აი კაცობრიობაში, აი დედამიწაზე რა ხდება, ის ილაპარაკეს. მაგინა როგორ დააღწიო თავი? კი არის გაჟღერებული, რომ თქვათ არსებობს პრაქტიკები,
სწავლება, ცოდნები, რომ სიყვარულზეა დაფუძნებული თქვათ ისიც და ისიც. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქედან აპრიორი ყველა შეუძლია თავი დააღწიოს. ან ყველას კი არა, ვინმეს მაინც. ამიტომ ის კარგად უნდა გავიაზროთ, რომ სანამ ადამიანი ვარ და სანამ სხეულში ვიმყოფები, მანამდე ეს ყველაფერი, საიდანაც თავის დაღწევას ვცდილობ, ის არსებობს და იარსებებს. სანამ ადამიანი არის. სანამ ადამიანი იარსებებს. ამიტომ ერთადერთი გზა მე თვითონ ჩემი გამოცდილებით, რასაც მივაკვლიე, აი ეს ტანჯვა რო შემსუბუქდა და სიმშვიდე მოვიპოვე და შეიძლება ბედნიერება დავარქვათ ამას, ან სიყვარული უპირობო დავარქვათ. ყოველ შემთხვევაში ჩემი ცხოვრების ხარისხი გაიზარდა. არის ის, რომ მე ბრძოლას თავი დავანებე. და მივიღე ჩემი თავი ისეთი, როგორიც რეალურად არსება სახელად ადამიანი არის. და არსება სახელად ადამიანი გადის სხვადასხვა ეტაპებს ამ ცხოვრებაში. თავიდან მიჯაჭვულობებში როა ეს ცხადია და ეს მიჯაჭვულობები შეიძლება ამდენი აზრიც გაქვს, იმდენი მიჯაჭვულობა გაქვს. ყველანაირად აზრი არ გექნება, არ გაგიჩერდება. ნებისმიერი აზრი არის მიჯაჭვულობის საგანი. ყველანაირად აზრს გაუშვებ, გაქრება. აი ობსესიური და კომპულსიური ხო არის, ხო? აი ეს ობსესიური აზრი რა არის, რომ ერთი და იგივე აზრი გაქვს აკვიატებული. ეს აზრი რა არის ძირითადად ტრადიციებიდან შემოდის, ოჯახიდან შემოდის, გარე სამყაროდან შემოდის, რომ გეუბნებიან, რომ ამინდი რომელიც არის მოღრუბლული, ის არის ცუდი ამინდი. ეს უკვე ეს არის მიჯაჭვულობა, რომ შენ მოღრუბლულ ამინდს ეძახი ცუდ ამინდს. ასე ეძახი ყველაფერს თავის სახელებს. და ასე ხარ მიჯაჭვული. ეხლა რაც შეეხება გათავისუფლება, როგორც ერთ მაგალითს მოვყვები კიდე გაჭყვეტინებ. ცოტა ხნის წინ მქონდა ეგეთი რაღაც შემთხვევა რა, ჩემს ცხოვრებაში რაღაცნაირად თქვენია რომ კარგად ეჯაჭვება იმას, კი რა და ეჯაჭვება. ხსნის იმას რაც ისაუბრე, ვიყიდეს გასაფერადებელი რაღაცა ფურცლები რა, სადაც უნდა გავაფერადო სხვადასხვა ფერით და დავიწყე გაფერადება და პასტელები ვიყიდე და დავიწყე გაფერადება და ვაფერადებ და ვხვდები რომ სახლს, ცას, მზეს, ბალახს, ყველაფერს ვაფერადებ ისე, როგორც წესია. რომ მზე არის, ყვითელი, ცა არის, სისფერი. ეუბნება ვინმე უნდა მოვიდეს შეხედოს და გითხრას რომ ვაყოჩა რა კარგად გააფერეთ. და დავიჭირა ჩემი თავი რომ მეთქი რას ვშვები, ანუ რატო ვაკეთებ მაგას, უბრალოდ მაინტერესებდა სადი, რა იყო მანდრა და ავიღე და დავიწყე სულ სხვა ფერებში გაფერადება. ანუ არ ვიცი, ცა დავხატე, ძიასამნის ფერი მიწა. დაშვება გააკეთე სხვა ვერსიის ვარიანტი. ზუსტად და როგორი სხვა შეგრძნება შემოვიდა იცი ჩემში რომ აი თითქოს არ ვიცი რაღაც მორიგი თავისუფლების შეგრძნება დამეუფლა რომ აი მე შემიძლია ისე ვიაზროვნო და ისეთი ფერი მივცე როგორც მინიმუმ ფურცელს ხო ჩემ წინ ხო სხვა არავინ არ არის ვერ დამიშლის მე რომ ის ფერი სხვაფერად გავაფერადო ხო სულ სხვა ემოციები მქონდა რაღაც აი გავბედნიერდი თითქოს რა ეგეთი შეგრძნება მქონდა რომ აი რაღაცას რომ შემდეგი ეტაპზე რო გადახვალ ხო? twin-მა ამოისუნთქა, ხო? კი. იმიტომ რომ რატო ნახე? ზოგადად ადამიანს უჭირს სხვადასხვა მხრიდან დაინახოს ესა თუ ის მოვლენა. ეს არის სტერეოტიპი, ხო? ესე ეძახიან, ხო? სტერეოტიპი და პატერნი და რწმუნებულება. მიჩვეულს ნუ გადააჩვეო და გადაჩვეულს ნუ მიაჩვეო და ასე შემდეგ. ადამიანი ეს განპირობებული გონება, რასაც ვეძახით, არის ძალიან დოგმატური. ანუ აი მეხსიერებით, თუნდაც აი ხა რასაც ამბობ, ხატავ. მეხსიერებით ლაპარაკობ, მეტყველებ, მეხსიერებით იქცევი, რეაგირებ, რეაქციები სულ მეხსიერებით. ამას ქვია ღრმა ძილის მდგომარეობა. ასე მდგომარეობაში ადამიანი არის ტანჯვაში თავისთავად ბრძოლაში და საკუთარი თავის განადგურებაში, თვითლიკვიდაციას ახდენს. აქვე ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი თავის თავადობაში ხდება, თავის თავად ხდება. ისე არ არის, რომ ცუდია ადამიანი და იმიტომ არის ამ მდგომარეობაში და ვინც აქედან თავი დააღწია, ის კარგია და ასე არა, არავითარ შემთხვევაში. ადამიანს ეს გზა ყველა ადამიანს გასავლელი აქვს. ეს
პატერნული და მეხსიერებაზე დაფუძნებული ცხოვრება არის ადამიანის მტერია. შეიძლება ასე. მტერია. ეგეც ხო ნათქვამია. მტერია, ესე გამოდის, იმიტომ რომ მე ჩემს სიმართლეს ვამტკიცებ ყოველთვის, შენ სიმართლეს ამტკიცებ და ეს არის კონფლიქტის საფუძველი. და აქედან მე იბადება კონფლიქტი. ეს კონფლიქტები ასეთი თვითლიკვიდაციაზე სვლა, დამაზიანებლობა საკუთარი თავის და გარემოსი არის პირველი ცნობიერების საფეხურები, ანუ ადამიანურ ცხოვრებაში. საწყისია. მე გადადიხარ, მაგას გალაწუნებას ვეძახი, რომ ცხოვრება გილაწუნებს. ყველა ვარიანტში გილაწუნებს, ან რაღაც ფიზიკური დაავადებებით, ან სხვადასხვა სახის განსაცდელებით. განსაცდელზეც ვისაუბროთ, რა არის საინტერესოა. კი, შენ ახსენე მაპატიაში გაწყვეტინებ, შენ ახსენე, რომ იტანჯებოდი და მაგასაც მინდა რომ ვისაუბროთ ეს ტანჯვა და მარტო ყოფნაზე აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ბოდიში გავაგზავნე. ხო და ამ საფეხურებს იმიტომ არის კანონზომიერად არის ყველაფერი მოწყობილი. ძალიან აი სრულყოფილებაში ვიმყოფებით, ძალიან კანონზომიერია ეს ყველაფერი. ისეთივე კანონზომიერია, როგორც ყოველდღე მზე ამოდის და ჩადის, ხო? ეს ხო რაღაცა ძალამ უზრუნველყო აი ეს პროცესი, რომ წარმოიდგინე, რომ აი ამხელა პროცესი მიდის რა, სამყაროში უყურებ, ყოველდღე მზე ამოდის და ჩადის. ეს რამაც უზრუნველყო ეს პროცესი, რა ძალამაც უზრუნველყო ეს პროცესი. ეხლა როგორ გონია ის რაღაცა არა აქვს იმისი უნარიან ცოდნა, რომ შენი ცხოვრებაც უზრუნველყოს, მაგრამ აი ნახე მიჯაჭვული დამოკიდებული ადამიანი, რომელიც ალბათ ყველა არის 100%. რაღაცა ეტაპებზე ამას ვერ ხედავს, ვერ აცნობიერებს. ამას არც უფიქრდება. რომ აი ეს ძალა, რომელიც მართავს აი ამ თუნდაც დედამიწას გათენებას და დაღამებას, იგივე ძალა მართავს შენ. მაგრამ პროტესტი გაქვს, იმიტომ რომ ტანჯვა არის გარკვეული ეტაპები, ხო, სადაც ადამიანის ცხოვრებაში და ამ ტანჯვიდან თავის დაღწევა აუცილებელია, რომ აღიარო რომ ტანჯვაში ხარ, რომ თავი დააღწიო. იმიტომ რომ ეს დამაზიანებელი ცხოვრება სხვა ადამიანების გარემოს დამაზიანებელი არ სრულდება წინააღმდეგ შემთხვევაში. სამყარო უზრუნველყოფს ამას, თავის თავად ხდება ეს ყველაფერი, ანუ მე ვაღიარებ, რომ მე თვითონ არაფერი არ მექვემდებარება. აი საერთოდ არაფერი არ მექვემდებარება. თავის თავადობაში ვარ, ანუ ცხოვრება თავისით ცხოვრობს, თავისით ამოდის და ჩადის მზე. ეს არის მამა ღმერთი. შენი თავიც არ გექვემდებარება? არაფერი არ მექვემდებარება. ჩემი თავი რომ მექვემდებარებოდეს, როგორც მინიმუმ თავი არ ამტკივდებოდა. ოსია. აქედან გამომდინარე, აი ესეთი მარტივი მაგალითიც რო დავაფიქსირო. აქედან გამომდინარე, მე ვაღიარებ, რომ არაფერი არ მექვემდებარება. ანუ უბრალოდ არსებობს საფეხურები, რაღაც გასავლელი გზა, ამ გზას გვანახებს ჩვენ თქვათ იესო ქრისტეც, ბუდაც, აი ეს გურუები, ვინც ამ ისტორიაში არის შემოსული, უბრალოდ თავის გამოცდილებებს და ხედვებს აზიარებენ. შენ შეგიძლია დადგე ან არ დადგე, ოღონდ ეგეც არ გექვემდებარება, შენ დადგები თუ არ დადგები. ეს რომ მე მგონია რომ რაღაცეები შემიძლია, აი ეს მგონია არის ღრმაძილის მდგომარეობა. იმიტომ რომ დუალისტურ აზროვნებაში როგორც კი შედიხარ, მან არანაირ გამოგვიძებაზე საუბარი არ არის. ანუ მე არ ვირჩევ მაგზაზე შევალ თუ არა, ესე თავისთავად ხდება? ესეც თავისთავად ხდება. და რა ახდენს ისევ ეს რაღაც ბუნებრივი ზეციერი რაღაცა ძალა, პირობითად ვისაც მზე ამოყავს და ჩაყავს, სიტყვაზე ვიძახი, ეს ახდენს იმ გადაწყვეტილებასაც მე მაგზაზე შევალ თუ არა? ეს აზრი ახლა შენ რასაც საუბრობ, ეს აზრი, თვითონ ეს აზრი უკვე არის დაშორება ჭეშმარიტებისგან. ხო. ანუ ნახეთ, შენ თვითონ შეეხები მაგ ცოდნებს, როდესაც შენ გამოხარ დუალისტური აზროვნებიდან. დუალისტური აზროვნებიდან გამოსვლა არის გამოღვიძება. როგორც კი იწყებ ფიქრს, როგორც კი შენ კითხვას სვამ, რომ აი ეს ძალა არის, ის ძალა და აქინა რომ მან უკვე დაკარგული გაქვს ჭეშმარიტება. აქედან გამომდინარე ეს რომ თავიდან დაკარგული გვაქვს ჭეშმარიტება, ხო? ან წმინდა წერილშიც იგივეა, ყველგან იგივეა, ხო?
ეს ცხადია, იმიტომ რომ მე რაც უფრო მეც ვფიქრობ, რაც უფრო მეც ვეწინააღმდეგები, ანუ ჩემივე თავს, სხვა რაღაცა მოვლენებს, უფრო და უფრო ვშორდები ჭეშმარიტებას. ამიტომ არის მედიტაციების პრაქტიკა, ლოცვები, ეს რიტუალები, რასაც ატარებენ, ხო, ამდენი საუკუნის განმავლობაში, რომ გონება დაამშვიდო. შენ გონებას დაამშვიდებ, ეს თავისთავად ხდება, რომ დაგიდგება საჭიროება გონების დამშვიდების მაგ მომენტიდან. ის რომ შენ ვინმეს ეხლა უთხრა, რომ შენ არ ახარ კარგად და მე ეხლა შენ უნდა გირჩიო, რომ გონება და ამით იმას ვერაფერს ვერ უზამ გარდა იმისა, რომ დააზიანებ. და შეაშინებ. შეაშინებ და აზიანებ და საკუთარ თავსაც დაიზიანებ. ამიტომ შენი გზა გაქვს, შენი ცხოვრება გაქვს და შენსაც გადიხარ, ოღონდ თავისთავად. თავისთავადობა არის ეს ყველაფერი. მე თუ ვინმეს ვეხმარები და თუ დღეს გვაქვს ჩვენ ეს ცენტრი, რეთრით თბილისი, იმიტომ მაქვს ეს, რომ მე თვითონ გავდივარ ამ გზას, ამ ცხოვრებას და უბრალოდ ძივარ და ვაზიარებ, რაც ხდება ჩემს ყოფაში. მეტი არაფერი. ვიღაცა რეზონირებს ამ ჩემს საუბართან, ვიღაცა არ რეზონირებს. ის ნაწილი ხალხისა რეზონირებს, რომელიც მზად არის, გავლილი აქვს ეს გალაწუნება, ეგრეთ წოდებული ცხოვრების ხელით და მერედგება უკვე ფაზა, როდესაც განდეგილობის ფაზა ქვია, ანუ შიგნით შედიხარ ადამიანი და შიგნით ხედავ, რომ შიგნით არის რეალური ინფორმაციაც, პრობლემაც და ის წყაროც, რომელიც გაგათავისუფლებს სხვადასხვა სახის მინჯაჭულობებიდან. თავისუფლებაში გაგდებს, ანუ თავისუფლება არის ჩემი აზრებიდან განთავისუფლება. ამიტომ მორჩილება, ვთქვათ, ხო, არის ხო, აი ეს პრაქტიკები რა, მორჩილება რა არის, რომ შენს აი მარხვა რა არის, ხო, რომ შენს აზრებზე და სურვილებზე იძახი უარს. ამით ეს პრაქტიკა არის, რეალურად მარხვა პრაქტიკაა. რომ აპრაქტიკებ ამას, როგორ გაიწიო შენივე აზრებიდან, რომელსაც ყევხარ ჩაჭერილი. და ეხლა წარმოიდგინე მე რომ გარე სამყაროში წიგნებს ვკითხულობ, ინფორმაციებს ვღებულობ, ამითი მე უფრო და უფრო ვღებულობ სხვადასხვა სახის ინფორმაციას, რომელსაც ვეჯაჭვები. ამიტომ ისეთი ძველი სწავლებები რაც არის, იქ არ აგეუბნებიან შენ გარე სამყაროში არის ჭეშმარიტება, შიგნით არისო ჭეშმარიტება. წიგნი ხო გარე სამყაროშია. ხო? ამიტომ ახლა მე კი იმას პროპაგანდას კი არ ვეწევი, რომ წიგნები არ წაიკითხოთ და ესეც თავისთავად ხდება, ვიღაცა კითხულობს, ვიღაცა არ კითხულობს. უბრალოდ საკუთარი თავის დადანაშაულება რომ მიდის, რომ მე სოციალური შეკვეთა რომ მაქვს, პროგრამა, ეს სისტემა, რომ ესე უნდა გავიზარდო, ეს ამდენი უნდა გავაკეთო, ეს უფრო და უფრო გაკარგინებს ჭეშმარიტებას. დღეს ჩვენ თუ რაიმე პრობლემის წინაშე ვდგევართ საზოგადოება, არის ის, რომ ერთი სისტემა, რომელიც კარგად გვეჯდა ფსიქიკაში, ის სისტემა დღეს აღარ მუშაობს, ალტერნატიული სისტემა ჯერჯერობით ვერ არის გახსნილი გონებაში და აი ეს დაკარგულობაა. ამას ჭირდება ერორი, ანუ დაჯახება ჭირდება. რომ ეს აფეთქება მოხდეს და ახალი მოდელის ხედვაში ჩაგაგდოს, რასაც ქვია გამოგვიძება. იმიტომ რომ დღეს კაცობრიობა გადის სულიერი განვითარების ხანაში ვიმყოფებით ეხლა უკვე. ანუ მატერიალური განვითარება ვატყობთ, რომ უკვე ნელ-ნელა სუსტდება, ანუ გარედან ვეღარ ვღებულობ იმ ბედნიერებისთვის არსებულ რაღაცა ინსტრუმენტებს, აღარ მუშაობს და საჭიროება დადგა უკვე რომ შიგნით შევიდეთ. საკუთარ თავებში. ფაქტია. ხო, აი მეც ვაკვირდები რა წლების მიხედვით როგორ ვითარდები. მეც ვითარდები შესაბამისად, მე რო ვითარდები, გარე სამყაროც შესაბამისად მოდის. მაგრამ აი ეს ფაზები გარდაუვალია, ანუ დაცემა და მერე გაცნობიერება. ტანჯოს დაუბრუნდეთ. საინტერესო ფენომენია ამ გზაზე რა, ტანჯო. როცა აი ჩემ თავშიც რა რო ვფიქრობ ხოლმე, რომ რაღაცა გზას ვადგავარ, ხო? კაცი შუმარითიც რა დგას ვადგავარ, მაგრამ რაღაცა გზას მივდივარ რა. ტანჯვის ფაზა აი როგორც არის მარტოობა, ხო? ეხლა შენ ვლაპარაკობდი, სულ ვცდილობ რომ გავიხსენო ეგ მომენტები. შენ ვლაპარაკობდი, გამახსენდა მომენტი, როდესაც ესე მარტო გრძნობდი თავს, მაგრამ რა შემოდიოდა იცი ჩემთვის მაგ პერიოდში, რომ ჩემთან რომ რჩებოდი, თითქოს კარგად ვიყავი. ანუ ამ გადმოსახედიდან მაშინდელი განცდები არ მახსოვს.
ამ გადმოსახედიდან კარგად ვიყავი, იმიტომ რომ ჩემ თავთან დარჩი. Mhm. ტანჯვა როგორც აი ესეთი ხო, აი რაღაცა ცუდად ვარ და აი და შველა მჭირდება და რაღაცა ეგ არ ვიცი ჩემო გონებამ მოგდო, იმიტომ რომ შეიძლება იმდენად მკვეთრი იყო რომ დამავიწყა, მაგრამ შეიძლება არ განვიცადე ისე როგორც არ ვიცი ვიღაცამ შეიძლება განიცადა რა, არ ვედრები უბრალოდ ჩემ ისტორიებს ყვები. საინტერესოა აი ტანჯვას შენ როცა ამბობ, რომ ტანჯვაში ვიყავი და მარტო სულად ვგრძნობდი თავს მიუხედავად, რომ გარშემო ადამიანები მყავდა, რომლებიც ჩემი ახლობლები იყვნენ. აი რა არის ეგ ტანჯვა, რა არის ეგ მარტოობა, რა გეწვის, რა გტკივა, რა გინდა? რისი მიღება მადლობა გინდა, გონცა. ხო? კარგი, ძალიან კარგი კითხვა. შენ ახსენე რომ მის განცდები არ გახსოვს. ხო. აი შენ ნახე, ნამუშევარი გაქვს საკუთარ თავზე. იმ ადამიანს, რომელსაც ახსოვს წარსულიდან განცდები, ის არის მიჯეჭული საკუთარ ემოციებს და განცდებს წარსულს. ეს არის ტანჯვა. ის ტექნიკები, რასაც ვაპრაქტიკებ მე თვითონ და სხვას გადავცემ ამ ჩემ გამოცდილებას, არის ზუსტად ის, რომ წარსულში არსებული თუნდაც ტანჯვის მდგომარეობები და განსაცდელები, რომელიც დავარეალიზე, დღეს არ უნდა მქონდეს გამოყოლილი. ამას ვეძახი არაქიმიურ ნარკოტიკებს, ემოციებს, რომელიც წარსულში განვიცადე და დღესეც მახსოვს. ამითი ვიყუჩებ სიცარიელეს, ტკივილს, სულიერი ტკივილი ქვია მაგას. სულიერი ტკივილი რო გავიყუჩო, ვიღაცისთვის არის ნარკოტიკი, ვიღაცისთვის არის ტოქსიკური ურთიერთობა, ვიღაცისთვის რაღაცა ალკოჰოლი, ფული შოვნა, რაღაცა ბევრი ის არის, ხო? არ მჭირდება დღეს. იმიტომ რომ ასევე შენ აღნიშნე, რომ ჩემ თავთან კარგად ვგრძნობდი თავს. საკუთარ თავთან, ანუ კარგად თუ გრძნობ თავს, ეს უკვე განვითარების კარგად მაღალი საფეხურია. და მივესალმები. ანალოგიურად შემიძლია მე ვთქვა, რომ მე ჩემ თავთან კარგად ვგრძნობ თავს. მარტოც შემიძლია ვიყო რაღაც დღეები, კვირები, თვეები შემიძლია ვიყო მარტო. და კარგად ვარ, რას ნიშნავს, ანუ ამ სამყაროში, ამ მატერიალურ სამყაროში, რასაც მესამე განზომილების სამყაროს ვეძახით, ხო? ყველაზე ახლო ადამიანი, ვისთანაც შენ მოგიწევს, შენი დარჩენილი ცხოვრების გატარება, ხარ შენ თვითონ. შენ თვითონ შენ თავთან თუ ხარ კონფლიქტში, ეს არის ტანჯვა. შენ თავთან როგორ უნდა მოაგვარო კონფლიქტი? რომ ჰარმონიაში შეხვიდე, დაუმეგობრდე შენ თავს. აი როგორც თავიდან აღვნიშნე, ეს ფაზებია გასავლელი. თავიდან იწყება, რომ საკუთარ თავს აკრიტიკებ, დაცინი, ებრძვი და ბოლოს იმარჯვებ. ანუ გამარჯვება არის ჰარმონიაში ყოფნა საკუთარ თავთან. ჰარმონიაში ყოფნა საკუთარ თავთან საჭიროებს შიდა დიალოგი დამშვიდდეს და ჭეშმარიტ გურუს ვეძახი მე მაგას. ჭეშმარიტი გურუ გამოვივიდეს ხაზზე. ჭეშმარიტი გურუ რო ხაზზე გამოვიდეს, ამისთვის შენ გარე სამყაროში ბევრი დაცემა უნდა გაიარო, ბევრი არასწორი მასწავლებელი უნდა ნახო. და ეს გზა შენ ყალბი ეგოს დაგინგრევს. შენი ყალბი ეგო რო დაგინგრევა, მერე გამოდის ხაზზე შენში არსებული ჭეშმარიტი გურუ. და აი მანდ უკვე ჰარმონიაში შედიხარ. მანდ შედიხარ რეალურად ჭეშმარიტ მორჩილებაშიც და მინდობაშიც. მანდ ხდება უსაფრთხოების შეგრძნების და განცდის აღდგენა. რამე თუ დაბადებიდან ადამიანი არის დობა დაკარგული და უსაფრთხოების განცდა დაკარგული აქვს. ბუნებრივია, ლოგიკურიც არის, რომ ეს ასე იქნება. იმიტომ რომ პროცესია თვითონ დაბადება საკმაოდ მტკივნეული. რომ მოვარდე შენთან და ყური მოგაჭრა, წარმოიდგინე, ნუ რამხელა ტრავმაა, ხო? პირველი ყველაზე დიდი, ანუ სამყაროში შემოდიხარ, პირველი დიდი ტრავმით, ეგ ხო, ცნობილია. ხო, აჭიპლარის გადაჭრა, ხო, მტკივნეული ხა, ყურის ავიღა მოვარდე, ყური მომაჭრა. იცექ შენთვის წყნარად წყალში და გამოგიყვანეს სადღაც. ხო, თან სუფთა ცნობიერებით რა და მერე უცბად შემოდის რა ეს ინფორმაციები და იკარგები. ამიტომ ეს ფაზები, გალაწუნების ფაზები საჭიროც არის და მადლიერიც ვარ, რომ ეს ასე არსებობს და ამიტომ ვამბობ, რომ კანონზომიერია ეს ყველაფერი. ძალიან კანონზომიერია. გამოღვიძებას რაც შეეხება, მე ვიძახი, რომ ყველა გამოღვიძებულები ვართ. ყველა გამოღვიძებულია, უბრალოდ გარკვეული რაოდენობა და რაღაცა პერიოდი იმყოფები ეგრეთ წოდებულ ტრიპში.
ანუ ტრიპში იმ დროს კი არ შედიხარ რაღაცა რომ მიიღე და ტრიპში ვარ. არა. ტრიპში ხარ. და ტრიპიდან უნდა გახვიდე. ტრიპიდან რო გადიხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ შიდა დიალოგი, ეს შიდა რაღაცა განხეთქილება, ჩაშლილობა რაც არის, ის მთლიანდება. და ხვდები, რომ ტრიპში იყავი და გამოდიხარ. და მომენტში რჩები. მომენტში დარჩენა არის ღმერთი, ხო? მომენტში არის ღმერთი. ღმერთი არ არის ხვალ, არ არის გუშინ, მეხსიერება რაღაც, ანუ არა, ღმერთი არის ამ მომენტში, ანუ ღმერთი ვლინდება ამ მომენტში, რასაც უყურებ, რაც გესმის, ის არის ღმერთის გამოვლინება. როდესაც ღმერთს კარგავ, რა გაკარგინებს ღმერთს? ღმერთს გაკარგინებს ისევ შენში არსებული არასწორად განცდილი ემოციები, რომელიც იღვიძებს, წარსულზე მიჯაჭვულობა, მომავალზე და მის შიშებზე მიჯაჭვულობა. და გაკარგინებს ღმერთს. მე რომ მეკითხებიან, რომ ლევან, შენ რა არ გეშინია არაფრის, როგორ არ მეშინია, ძალიან მეშინია. მე მეშინია დავკარგო ღმერთი. ანუ მომენტი. და მომენტს რა დამაკარგინებს? მომენტს მაკარგინებს, თქვათ, ისევ ის ადამიანები, რომლებიც გარე სამყაროში ვლინდებიან, მოდიან და არარეალურზე მელაპარაკებიან. ანუ რაც იმ მომენტში არ ხდება, იმაზე მელაპარაკებიან. მაგალითად წარსულზე. წარსულზე ადამიანი რომ ელაპარაკება, მე თუ ფსიქოლოგიური შიდა საზღვრები არ მაქვს მყარად დაწესებული, მე მოექცევი გავლენის ქვეშ და დავკარგავ მომენტს. ანუ გამეხსნება, შეგრძნება, ემოცია, ეს შინაარსებს გამიხსნის და დავკარგე ღმერთი. ამიტომ არის სწავლებებში, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სულის საკვებს ეძახიან, ძალიან მნიშვნელოვანია ლოცვა და მედიტაცია. ძალიან მნიშვნელოვანია გაწერილი კონკრეტული მოქმედებებით ცხოვრება. რამე თუ შენ ყოველთვის შენი ემოცია თუ არ ახარ პრაქტიკებში და განვითარებაში და ეში უკვე ამ ფაზებში არ ახარ გადასული, აუცილებლად დაგაკარგინებს მომენტს. და არ შეიძლება მე მქონია პირდაპირ რომ პრაქტიკებშიც ვარ, გაწერილი ყოველდღიურობა არის ჩემთვის, მაგრამ შემოდის რა, აი როგორ გონია ხო იცი რომ რაღაცას არ ვიცი. კიდევ რაღაც ჩაგერთვება ეს რაღაცა რომ მივახციე თუ რაღაცა ხა კარგად ვარ რაღაცა ესე სტაბილურებულ მდგომარეობაში ვარ და რაღაცა შემოვა და ხვდები რომ ოკეი, ახლა გაგაწყვეტინე ბოდიში. შეგიძლია განვიმარტო შემოსვლა რას ნიშნავს? ანუ საიდან სად რა შემოდის? როგორც ახლა შენ ახსენე რომ ვიღაც ადამიანი მოვა შენ ცხოვრებაში გარე მოგიყვება, წარსულში ან მომავალში გადაგაგდებს რა, აწმყოს გაკარგინებს. და იმ მომენტში მე რომ მეგონა რომ ფსიქოლოგიური საზღვრები დაწესებული მქონდა ჩემს შიგნით და თითქოს ეს ყველაფერი არც გადამაგდებდა არც წარსულში და არც მომავალში და არ ამიშლიდა ესე ვთქვათ ემოციების ბუკეტს, მივედი, უცებ მოხდა და ამიშალა, კი, და დავაფიქსირე. დავიჭირე წამი და მივხვდი რა ხდებოდა, მაგრამ ფაქტი მოხდა. ოკეი, შეიძლება გითხრა უკავშირი. მაგას ქვია self-control, თვითკონტროლი. ანუ შენ დაწესებული გაქვს საკუთარ თავზე კონტროლი. ეს კონტროლი დამაზიანებელია. მაგ დროს აფიქსირებ რა შემოდის, როგორ გადის, რა არის და ასე შემდეგ. ეს ზედმეტია. მინდობა, ეს ფასეულობა რა, მივენდოთ. მე თუ მივენდობი პროცესს, რომელიც არის თავისთავად, მაშინ ეს შემოსვლა, კონცეფცია შემოსვლა, გასვლა, არევა და ასე შემდეგ ხრება. მე თვითონ კი ვახსენე და მაქინან დაგებადა შენ ეს კითხვა, მაგრამ ზუსტად მაქამდე მისვლას ვცდილობ ალბათ, ეს ხო თავისთავად ხდება ჩვენი დიალოგი. რომ რეალურად გათავისუფლება, გამოღვიძებას, რასაც ვეძახით, ხო? დგება მაშინ, როდესაც არანაირ იარლიყს არაფერს არ ვკიდებ. ანუ არც შემოსვლას და არც გასვლას არაფერს არ ვეხებ. საერთოდ არაფერზე არ ვიძახი, რომ ეს არის, ანუ სახელებს არაფერს არ ვარქმევ. რატო? იმიტომ რომ გავთავისუფლდე შიდა დუალური საუბრებიდან და ამ ჯახებიდან, ეგრეთ წოდებული. აი ეს არის, ეხლა ნახე, ხშირად მეკითხებიან ხოლმე ფაქტობრივად, რომ მაგრამ მცენარედ ხო არ უნდა ვიყო, ანუ რაღაც ხო არ გადავიქცევი, ანუ მე ვეუბნები, მოდი რა, გააკეთე და ნახე მე მცენარედ გადაიქცევი თუ რად გადაიქცევი. ეს წინასწარი მოლოდინების და წარმოსახვების გაჩენა, რომ მე ახლა ამას თუ გავაკეთებ, ესეთი ვიქნები. ზუსტად ეს აზრი არის ბლოკი. ანუ ეს ბლოკი, ანუ წინააღმდეგობა და წარსულზე მიჯაჭვულობაა, ხო?
წარსულზე მიჯაჭვობა წარსულზე ხო, აი ამავდროულად. დათქმები არის ეს რა. და შენი ტვინი ყოველთვის ცდილობს, აი ეშმაკი ხო არის, აი დუალისტური ხო, მრავალ იმაში გვინახია რომ ეშმაკი არსებობს. ეშმაკი საიდან არსებობს? ეგრეთ მე ხა ეშმაკს არ ვაღიარებ, მე დაბალ ენერგიას ვაღიარებ. საიდან არის ეს დაბალი ენერგია, თუნდაც ეშმაკი? შენი აზრებიდან. ამ აზრების გარჩევას შენ თვითონ ვერ დაიწყებ. იმიტომ რომ ყველაზე კარგი აზრით არის შემოსული ეგ დაბალი ენერგია. მე რო ის ვთქვა რომ ეხა 20% საშიშია ჩემი აზრების და 80 არ არის საშიში, ეს უკვე რაღაცა იმას ვაკეთებ რა. манипуляციაში ვარ და მინდა ისევ ამ შინაარსებით და ემოციებით დავიწყო ამ ტკივილების გადაყუჩება. ამიტომ თუ რეალურ სწავლებაში შევდივარ, ხო? მოდი გავიღო პასუხისგებლობა იმაზე, რომ რაღაცა პერიოდი დავაპრაქტიკო, რომ 100% აზრს გავემიჯნო. ვერ გაემიჯნები თავიდან. ხო. რატო ვერ გაემიჯნები? იმიტომ რომ ის აზრები, რაც შენ თავში გაქვს, ის შენ თვითონ გამოკვებე. ანუ შენი გამოკვებილი აზრებია. ეხლა წარმოიდგინე აზრებს, რომ შენ თვითონ კვებავ ამდენი წელიწადია, უცბად აბა აღარ მინდა კარგად იყავით, მეგობრებო და თქვენთან აღარ მინდა თანაცხოვრება, ესე არ არის, არ ხდება. ამიტომ ეს უნდა კარგად გაიაზრო, რომ ის აზრები, რაც თავში გვაქვს ამ მომენტში, ჩვენ კვებეთ წლების განმავლობაში. ჩვენ ვაძლიეთ მათ საკვები. დღეს მე შემიძლია, თქვა თუ გავდივარ ტრანსფორმაციას, მე შემიძლია შევთავაზო ჩემს ცნობიერებას, ანუ ჩემს თავს, რომ მოდი ახალი საკვებით დავიწყებ ჩემი აზრების კვებას. ოღონდ ისეთი საკვები უნდა მივაწოდო, რომ პირდაპირ ხა რაღაცა როგორც ადამიანი ვთქვათ რა, რომ რაღაც ძალიან დიდ პორციებს ჭამს და უცბად დიეტაზე გადასვა. ანუ ესეთი რადიკალური ტრანსფორმაციას დამაზიანებელია. ხო, ანუ აი ამაში არის რა, აი ეს ხელოვნება, ხო, რომ ის უნდა შევძლო, რომ არ დავზიანდე, ისე ჩამოვიყვანო აი ეს რაღაცა ჩაჭერილი აზრებიდან ჩემი თავი ცოტა ჰუმანურ და ცოტა ლოიალურ და ცოტა ნაკლებად დამაზიანებელ აზრებამდე. აი შეგიძლია ამ გზას გადის ადამიანი. ხო, შეგიძლია აი მაგაზე მაგალითები გითხრა, თუნდაც თუ არ ვიცი, ისეთი არ არის შენი გამოცდილებიდან რა აზრები იყო, რომელიც თქვათ მე ესე ტრანსფორმაცია განიცადა და სხვა რაღაცაზე ჩამოვიდა, აი როგორ რომ ეს ნელ-ნელა როგორ მოხდა, აი რა იყო ეგ? კი ბატონო. მე ნახე რა დამეხმარა ამაში, ანუ მივიღე ბუდიზმიდან გარკვეული მიმართულების რაღაცა პატარა ცოდნა. ეს ცოდნა დამეხმარა, რომ არსებობს სამი სახის ტანჯვაო. ერთი არის ეგზისტენციალური ტანჯვა, მეორე ფსიქოლოგიური ტანჯვა და მესამე ფიზიკური ტანჯვა. ჩემი აზრები ფსიქოლოგიური ტანჯვაა. ფიზიკური ტანჯვა არის ფიზიკური დაავადებები. და ეგზისტენციალური ტანჯვა არის კითხვები, რომელიც შენ გაგაჩნია, იმ კითხვებზე პასუხები, როდესაც არ გაქვს. მაგალითად, ვინ ვარ? ვინ ვარ? ღმერთი რა არის? სიკვდილი გარდაცვალება რა არის? დაბადება რა არის? ამაზე პასუხები როცა არ გაქვს, იბადება ფსიქოლოგიური ტანჯვა. overthinkerობა რა, ანუ ბევრს ფიქრობ. არა ხარ მომენტში, წარსულში ხარ, მომავალში ხარ, რეალობა დაკარგული გაქვს, განჟაში ხარ, შეფასებაში, კრიტიკაში. ანუ მუდმივად ხარ, შენი ტვინი მუდმივად განიხილავს რაღაცას. ეს არის ფსიქოლოგიური ტანჯვა. და რეაქციებში. ანუ ტვინი ახდენს მუდმივად ყველაფრის და ყველას მიმართ რეაქციებს. რეაქცია მოახდინა, დაიბადა ემოცია, ემოციის განცდა არ იცი და ეს არის შფოთი. აქედან მერე შეეული ბუნებრივია, კვანცა ვეღარ უძლებს რა ამ ყველაფერს და შემოდის აი შემოდის დაავადება ფიზიკური. როგორიც არის სიმსივნე. კი. სიმსივნე მაგალითად ზუსტად რეზონირებს წყენებთან. ანუ ბევრი წყენები ვისაც აქვს და არ მუშაობს წყენებიდან გათავისუფლებაზე, დიდი რისკის ქვეშ არის. მაღალი რისკის ქვეშ არის. და სხვადასხვა დაავადებები სხვადასხვა რაღაცაზეა პასუხისმგებელი. დემენცია და ასე კი ბატონო, ხო, თვითდაცვა ირთვება აი დემენციის შემთხვევაში და თვითგადარჩენა ის მე ახშობს იმ უჯრედებს და ამიტომ რა უნდა ვქნა მე რომ ფიზიკური ტანჯვა ავილაგო ან დაავადებები თუნდაც ესეც გავლილი მაქვს მე თვითონ ეს გზა ფიზიკური დაავადებების ნაწილში მე ფსიქოლოგიური ტანჯვა უნდა ავილაგო და ფსიქოლოგიური ტანჯვა რო ავილაგო ეგზისტენციალური ტანჯვა უნდა ავილაგო ამიტომ მე მჭირდება ცოდნა სწავლება მასწავლებელი მოძღვარი გურუ რომლის გზაზე ვდგები და მივდივარ იმიტომ რომ საკუთარი თავით
მე მანდ პასუხებს ვერ მივიღებ. რატო ვერ მივიღებ? ეხლა ძალიან აქტუალურია ტრავმებზე მუშაობა. მე ბოდიშს ვიხდი ყველასთან, პატივს ვცემ აბსოლუტურად ყველას, მაგრამ ტრავმებზე მუშაობას არ ვაღიარებ. რატო? აი მარტივად. მე როდესაც ვიძახი რომ მე მაქვს ტრავმა, ესე იგი მე ვიძახი რომ მე ვარ დაზიანებული, ხო? ტრავმა სიტყვა ნიშნავს დაზიანებას. მე თუ ვიძახი რომ მე ვარ დაზიანებული, რა მაქვს დაზიანებული? ხო, ფსიქოემოციები. ხო? ფსიქოემოციები თუ დაზიანებული მაქვს, რანაირად შეიძლება მოგისმინო დაზიანებული ფსიქოემოციებით და რასაც მეუბნები ის ავიღო. როდესაც მაგალითად შევეხებით ტრავმას, რომელიც აი ხელი მარტივი მაგალითი, ნახე. ვამბობ რომ ხელი მაქვს დაზიანებული. მოტეხილი. ამ მოტეხილი ხელით შემიძლია რომ 20 კილოიანი გირი ავწიო? არა. არა. ესე იგი მე თუ ვიძახი რომ ვარ ტრავმირებული ბავშვობაში და რაღაცა დრამაში ვარ, ნახე რა მიჯაჭულობა სად არის. ესე იგი მე ვიძახი რომ ვარ დაზიანებული, ან დაზიანებული მაქვს ფსიქოემოციები. დაზიანებული ფსიქოემოციებით შენ რომ მეუბნები რაღაც სავარჯიშოებს, მამუშავებ მიზეს შედეგობრიობაზე, სიზმრებზე, რაღაც სქემებზე, დაზიანებულით გისმენ. და დაზიანებულით რო გისმენ, ამით უფრო არ ვზიანდები? ვზიანდები. მე შეიძლება მე ვთქვა, ჩემთვის მაგალითად ბავშვობის ტრავმების აღმოჩენა და გაცნობიერება იყო აი ფუძე, ფაქტობრივად ყველაფრის რა. მიუხედავად იმისა, რომ ტრავმაში აღმოვაჩინე ტრავმები, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეგ იყო ის მომენტი, როდესაც მე მგონია რომ რაღაც ნებისმიერ რაღაც მომენტში ადამიანს ჭირდება, რაღაც შეიძლება ძალიან სხვა მასში ასულ ადამიანს არ ჭირდება, მაგრამ ჭირდება რაღაც სახელები დაერქვას რა, საიდან მოდის ფუძე რომ გაიგოს რა, რომ მე მაგაზე საპასუხო რაღაც გეტყვი. ხო. ჩემთვის იყო პერიოდი ცხოვრებაში, როდესაც მოვიხმარდი ალკოჰოლს. მე იმ მომენტში ალკოჰოლი რო არ მომეხმარა, შეიძლება ფიზიკურად მომკვდარიყავი. იგივეს გელაპარაკები ახლა. ხო. ანუ იგი ვერ მივხვდი, თავიდან მითხარი, ვერ. მე ნახე, შენ ამბობ, რომ მე იყო პერიოდი, რომ ბავშვობის ტრავმები რო აღმოვაჩინე, ამოვისუნთქე. არა, ამოვისუნთქე არა, ნახე რას ვამბობ, ჩემთვის სახელი დაერქვა, აი, მქონდა რაღაც ქცევა ესე ვთქვი. მე ჩემთვისაც სახელი დაერქვა ალკოჰოლის თრობის ქვეშ რო ვიყავ. რას დაერქვა სახელი? აი იმ კითხვებზე პასუხი მომეცა, რომ რაც მქონდა. თუნდაც რატო ვიტანჯები? მივხვდი შენ რას ადარებ, მაგრამ მაშინ მე გავაგრძელებ და შენ მოვიდე შენ ტელეფონში. შენ ვერ მოვიდე და რა ვიცი, მასზე მოვიდე, მაგრამ მაინც ვიტყვი რა. რაღაცა ქცევა იყო ჩემში. რომელიც რაღაც მომენტში ხვდებოდი რომ ჩემი არ იყო რაღაცნაირად თან ჩემი იყო თან ჩემი არ იყო რა აი ხაი სუფთა ჩემ ფიქრებს ვაზიარებ რაც მაშინ ანუ რატოზე ეძებდი პასუხს ხო ანუ საიდან მოდის რატო თან ვიქცევი მაგრამ თან ხვდები რომ ჩემი არ არის მაგრამ მაინც ვაკეთებ ამ ყველაფერს და საიდან და აი არ ვიცი მე არც გურუ მყოლია ბევრი მასწავლებელი მყოლია ცხოვრებაში, მაგრამ გურუ არ მყოლია. აი არ ვიცი რაღაცა გამონათდა, ესე გზა გაჩნდა თავისთავადად, როგორც შენ ამბობ. და მივედი მაგამდე, რომ საინტერესო ხო არ არის დაფიქრდე წარსულ გამოცდილებაზე. რაღაცეებზე, რამაც შენში დატოვა რაღაც კვალი, რომელმაც შეიძლება გააჩინა ბარიერები და შენ აგაშენებინა კედლები, რომ მერე სხვანაირად მოქცეულიყავი. იმიტომ რომ მე აი ახლა თუ ადამიანები მიცნობენ რომ რაღაც ესეთი ვარ, მე არ ვიყავი ესეთი, მე სულ სხვანაირი ადამიანი ვიყავი, ბევრი კედლებით და ბევრი ამბებით რა. და რომ ჩავედი ბავშვობის რაღაცა მომენტებში და მე რომ მივხვდი იქ რა მეტკინა, როგორ მეტკინა და რა შეიძლება და იქიდან გამოეწვია ეს კედელი. უბრალოდ ამან სახელი დაარქვა ამას და ჩემთვის ეს კედელი დაინგრა. ოკეი, ფსიქოგანათლებაზე ვსაუბრობ. ხო. პატივს ვცემ შენ გზას. და მესმის რასაც ამბობ. უბრალოდ მე ჩემსაც გეუბნები. ხო, ანუ ამ მაგაზე, მაგ ისტორიაზე მახსენდება ჩემი ეპიზოდები. მაგრამ მე არ ვარ ბავშვობის, როგორ გითხრა, ტრავმაში ჩაბეჭდილი ისე ვიქ არ ვცხოვრობ. ანუ დაზიანება აღიდგა. კი. ხო, მესმის. ხო, ანუ ჩვეულებრივად აღდგა, სახელი დაერქვა და გავაგრძელეთ. ოკეი, მე ნახე რას ვამბობ დაზიანების აღდგენას რას ვეძახი. ტვინი არის გაქცეული. ანუ წარსულში და მომავალში. დაზიანების აღდგენა იგივე გამოგვიძება. რეაბილიტაცია ნიშნავს აღდგენას, სიტყვა რეაბილიტაცია ნიშნავს აღდგენას. რა უნდა აღმიდგეს?
მომენტში ცხოვრება. ხო, Mhm. ეს არის მიზანი. ანუ მიზანი რა არის? რომ ზუსტად. გამოგვიძება, ხო არის მიზანი. ზუსტად. მე თუ წარსულში ვარ და წარსულზე ვმუშაობ, ამით მე ვერ გამოვიღვიძებ, იმიტომ რომ წარსულზე უფრო მივეჯაჭვები. მე აი რატო შემოვიტანე თრობა. Mhm. თრობა მაგალითად ბევრს დღესაც გონია მეუბნება, რომ აი მარიხუანას ეწევა, იმიტომ რომ პასუხები ეძლევა. კი. ძალიან ხშირია ეს. და მე კი არ მიკვირს. კი მე მესმის ეძლევა პასუხები. რეალური? რეალური პასუხი არ არსებობს. ნახე რას ვამბობ? მისთვის. ხო. არავისთვის. ნახე რას ვამბობ? შენ სანამ ეძებ პასუხებს, მანამდე შენ არასწორ გზაზე მიდიხარ. ესე და მან თავი შენზე საკვე- არ ვამბობ ოღონდ, რა ზოგადად. მესმის თუ გინდა ჩემზე თქვი. მან თავარი საკონცო სიტყვა არის ეძებ? ძიებას თავი უნდა დაანებო. ხო, აი. სტივენს, ხო, აი ნახე, ეგ გამოთქმა აქვს რა. ერთ რამდენ გზასაც ეძებს, იქიდან იშლება 10 გზა, 10-დან 100, 100-დან 1000 და უფრო შორდები ჭეშმარიტებას. Mhm. ამიტომ მით უმეტეს დაზიანებული ფსიქიკით მე კიდე რაღაცას რო ვეძებ, ან პასუხებს ვიკვლევ. ამით უფრო და უფრო ვშორდები. ამიტომ სწავლება რაც არის, დგას მარტივ ღირებულებებზე. მინდობა, მორჩილება. მინდობა, მორჩილება რას ნიშნავს, რომ მე კი აღარ ვეძებ, არამედ მე მოქმედებებში გადავდივარ და ეს მოქმედებები უზრუნველყოფს, ანუ მოქმედებებში მოდის რწმენაო. მოქმედებები უზრუნველყოფს ჭეშმარიტებასთან დაბრუნებას. კარგად რომ მოქმედებები ხო. ისევ იმ დაზიანებული ფსიქიკით თუ დავიწყე, ანუ კი ბატონო მე ჰორმონს მოვიძიებ. მაგიტო შევადარე რა, ალკოჰოლიც ჰორმონს გაპონინებს და ყველანაირი ნივთიერება და ემოციაც. რომ მე მოვალ გვანცასთან, გვანც მიდი რა მითხარი რა, რამე ისეთი რა, ჩამიტარე რა და შენ ჩამიტარებ და გავალ ბედნიერი. ანუ ბედნიერი რის ხარჯზე გავალ? დოფამინის ხარჯზე. მაგრამ ეს დოფამინი რო გვანცასთან ვისაუბრე, არის დროებითი, დამივარდება ორჯერ უფრო ქვევით. და მე მოვალ და გვანცას მივეჯაჭვები. მეგონება რომ გვანცა მე მაძლევს რეალურ ინსტრუმენტს იმისთვის რომ მე ვიყო ბედნიერი. ტვინი ესე დაიმახსოვრებს. ასევე წარსულზე მუშაობა და ტრავმებზე მუშაობა მიდრეკილება გვაქვს დამოკიდებულები მიჯაჭვულობებისკენ ადამიანებს. დაიმახსოვრებს რომ მე ესე იგი წარსულში მაქვს პრობლემები და აწმყოს უფრო და უფრო მოვწყდები. და ვიქნები უფრო წარსულში და ჩემი დარჩენილი ცხოვრება მე მომიწევს სუტრამებზე მუშაობა. აი დღეს ვიტყვი რომ დავიტრამვე, იქ ავტობუსმა გადამიჭრა და დამისიგნალა ტრამვა მივიღე, დავზიანდი, გავარდები ფსიქოლოგთან და მოუყვები რომ ეხა მითხარი რამე მიშველი დამეხმარე ავტობუსმა ანუ მაგაში გეთანხმები. ნახე მეც მაგაში ერთ ხაზზე ვართ ესე ვთქვათ რა, იმიტომ რომ აი ეს წლობით და რა ვიცი საუკუნეობით ფსიქოლოგებთან სიარული და ყველა პატარა ტრავმაზე მოყოლა და შველა ეს მეც არ მიმაჩნია. ნუ ეს შეფასება, მაგრამ რა ყოველ შემთხვევაში ფსიქოლოგია ზოგადად ახალი მიმართულებაა. მაგრამ მე იცი რა რის 200 წელია რა, 250 წელი რაც მანამდე ხო ცხოვრობდით ადამიანები. გეთანხმები მაგაში. მე უბრალოდ იცი რას ვამბობ, არსებობს ტრავმა და არსებობს დამღა, ხო? დამღა ძალიან ძიმეა. მით უმეტეს. ძიმე კი არა, დაზიანებაა უფრო ძლიერი. უფრო ძლიერი დაზიანება. ის დაზიანება თუ მე რატომღაც გონია რომ ადამიანის გონება ის არის მოწყობილი რომ სახელი უნდა დაარქვას. ადამიანის გონება ისე არის მოწყობილი რომ სახელი უნდა დაარქვას და ადამიანის გონება არის უმეცრება. ფაქტია, ხო? უმეცრება რატო არის მაშინ და რა არის უმეცრება ეს ვისაუბროთ. კი ბატონო. უმეცრება არის ძიება, შეფასებები, განჟა, იმის არაღიარება რომ უმეცრებაშია და იმის არაღიარება რომ არაფერი არ იცი. იმან ვინც იძახის რომ მე რამე ვიცი, ის არის დაბალ ენერგიაზე. იმას აზრი არ აქვს, იმას ვერც დაელაპარაკები, იმან იცის. ცუდი კი არ არის, უბრალოდ მართლმობიერებაზეა. ახლა ადამიანი რო იძახის რომ ვიცი, იმას რა უნდა იცის და რა უნდა უთხრა, ხო? ვერაფერს ვერ ეტყვი. ამიტომ არის რა, რომ არც აღიარებენ, არც ფსიქოლოგებს, არც ფსიქიატრებს, არც არავის არ აღიარებენ, ხო? იმიტომ იცის. ოკეი, პატივს ვცემთ. ჩვენ მაგას არ განვიკითხავთ და გავმჟით, რომ აუცილებელია ყველა მიაროს ამ ფსიქოლოგებთან ან არიაროს. უბრალოდ მე ჩემ გამოცდილებას და ხედვას ვამბობ. ჩემთან მოსული ადამიანები, რომლებიც აი რა კატეგორია მოდის, იცი? სოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ ფსიქოლოგებთან დადიოდნენ. სოფლიოში.
ერთი წლის განმავლობაში გადახდილი აქვთ, რავი, ალბათ 100,000-ობით თანხა. ცუდად არის, ფაქტია. სხვადასხვა პრაქტიკებში ნამყოფია, მოდის და ცუდად არის. როგორ შეიძლება ის დაეხმაროს საკუთარ თავს? კითხვა არის. ის არ მუშაობს, ფაქტია რა, ანუ წარსულზე სახელების დარქმევა, ის რო აღმოაჩინე, კარგია, გავიგეთ, ანუ რა, ცნობიერი, ცნობიერი, ზეცნობიერი, ეს ფროიდმა შემოიტანა ეს ტერმინები, ხო? სანამ ფროიდი არსებობდა, ხო, მანამდე იყო და ფროიდიც კიდე არ ვიცით, ხო? ხო, იუნგმა შემოიტანა ინტროვერტი, ექსტროვერტი, ხო? გასაგებია, პატივსცემ ძალიან ორივეს, თავისი გზით და თავისი ცოდნით. მე დღეს ვსაუბრობ, ეხლა შენთან ვხედავთ აქ და გიყურებ. ერთია რომ მე შემიძლია გამექცეს ტვინი და წარსულში ვიყო და მომავალში და მეორეა რომ გიყურო უბრალოდ. და მშვიდად ვიყო. ეს თუ მე არ შემიძლია რომ მშვიდად ვიყო, კითხვას ვსვამ. რა შეიძლება გავაკეთო რომ მშვიდად ვიყო და შენ გიყურო? ერთი რომ სუნთქვას დავაკვირდე. მშვიდდება ეგრევე აზრები? სხეულს დავაკვირდე, დაჭიმული ხო არა მაქვს და მოუშვა. და მეორე ვარიანტია, რომ ისევ წარსულში გადავარდე და ვთქვა, რომ მე ხო ტრამვები მქონდა, ის ტრამვები კი დავამუშავე, კაცო, მე შარშან ხო ვიყავი ფსიქოლოგთან და ის ტრამვები ამოყარეთ და მე დავარეალიზეთ, მაგრამ ეხლა მაინც დაჭიმული ვარ და აი შევიდე ისევ დიალოგში. როინთან? თავის თავთან. ანუ დავკარგე მომენტი. ამ მიზანი რა მაქვს, რომ მომენტი შევინარჩუნო. მომენტი როგორ უნდა შევინარჩუნო? წარსულში ბორიალით არის, მე არ ვიძახი, არ გამოვრიცხავ და ოკეი, გზა არის რა ყველაფერი, აი ზემოთ ხო აღნიშნე, რომ შენ უნდა მიხვიდე 1-თან, 2-თან, 3-თან, 5-თან, 10-თან, 30-თან, ის დაგინგრევს შენ ყველაფერი ყალბ ეგოს, იმიტომ ყალბი ეგო არის მაგ ხიბლში. ყალბ ეგოს გონია, რომ მე ტრამვები ახლა უნდა დავარეალიზო და რომ დავარეალიზო, კარგი ვიქნე. ამ დროს მიდიხარ ფსიქოლოგთან 2 წელი, 5 წელი, 10 წელი, სახში მიდიხარ და ბავშვებს ეჩხუბები. ეგ პრობლემა, ესე იგი ფსიქოლოგი ვერ მუშაობს მან. ესე იგი ფსიქოლოგი ვერ მუშაობს. ხო. მაგრამ ფაქტობრივად რო ავიღოთ, ხო? ნუ გზა არის, მე არ ვამბობ რომ ფსიქოლოგთან არ მიხვი, ფსიქოლოგთან აუცილებლად უნდა მიხვიდე. პირიქით, ეს იმის მაჩვენებელია, რომ კაი ცნობიერებაზე ხარ, დახმარებას ითხოვ. ძალიან კარგია. ფსიქოლოგთან მიხვალ, კიდე რაღაცა სამუშაოები გაქვს და ბოლოს დაჯექი და ამოისუნთქე და გაიღიმე. იმიტომ რომ ამას თუ არ გააკეთებ, ფიზიკური დაავადება შემოდის და ღმერთმა ყველას გვაშოროს, საწოლში აკეთებენ ამას. ჩავარდნილი უკვე. და ეხლა მაგას თუ ველოდები, მე საწოლში სამყარო როდის გამაკეთებინებს, მაინც გამიყვანს რა, ყველა ვარიანტში გასულები ვართ, გაგვიყვანს ხო? ესეც ისიც. ჯობია რომ დღეს ავიღო პასუხისმგებლობა, ამ მომენტში ავიღო პასუხისმგებლობა და ამ მომენტში გავაკეთო სწორი პრაქტიკა და არ ვიყო წარსულში და მომავალში. რა არის სწორი პრაქტიკა, აქვე ვიტყვი. ეგეც ვთქვათ, იქიდან მაქვს ნასწავლი აღებული და მე თვითონ რასაც ვაპრაქტიკებ. მე არ ვიცი გვანცა ფიზიკური სხეული როდის მოკვდება. აი, არ ვიცი. იმის რისკი რომ ფიზიკური სხეული ამწამს მოკვდეს, საკმაოდ მაღალია. აი, ბევრი ვერსიები არსებობს რა. ინფარქტი, ინსულტი, მეტეორი და რაღაცები და აგური და ჩამოვარდა. საკმაოდ მაღალი. ნახე როგორ მუშაობს ფიზიკური სხეულის სიკვდილის მომენტში, ჩემი ცნობიერება, სადაც იქნება, იქ გადავა. ჩემი ცნობიერება აქ და ამჟამად თუ იქნა, შესაბამისად, ჩაკრებს ეძახიან, ხო? მაღალი ჩაკრიდან გადიხარ. ესე იგი მე პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ აქ და ამჟამად ვიყო ამ წამს. ეს არის პრაქტიკა. რატო უკრავენ ფეხებს გარდაცვლილებს? ვერ ვიცი. იმიტომ რომ ამოიწიოს ეს ენერგია ზევით და ზედა ჩაკრიდან გავიდეს. ქვემოთ არ ხო. რატო კითხულობენ გარდაცვლილიზე ლოცვებს? აი რიტუალებს რატო ატარებენ? იმიტომ რომ ენერგეტიკული სხეული, ფიზიკური სხეული რო კვდება, რამოდენიმე საათში გამოდის. და ეხმარება ჭირის უფალი მის სულს, რომ მაღალი ჩაკრიდან გავიდეს. ეს მე შემიძლია გავაკეთო, აუცილებელი არ არის, როცა გავცივდები სხეულს და მე იზრუნეთ ჩემზე და მე ილოცეთ, რომ მაღალი ჩაკრიდან გავიდე. ხო, ანუ ამ მომენტში ვაპრაქტიკებ ამას, რომ ამ მომენტში ვარ მე მომენტში. და შენ რომ ელაპარაკები მე ტრამვებზე,
მომენტს უკარგავ. კი ერთხელ დავსვა მაგ კითხვას. კი ერთხელ არა, სხვა კითხვას დავსვა. მე მგონია ესეთი რაღაც რა. თუ ფსიქოლოგი ვერ ხშველის და თუ შენ დამოკიდებული და მიჯაჭვული ხარ ფსიქოლოგზე და მის პრაქტიკაზე და დადიხარ 10 წელი, 20 წელი და 37 წელი, ესე იგი ეგ პრობლემა არის. სერიოზული პრობლემა, მაგას არ მიხვდები, მოკლედ, როგორც არის. მაგრამ იმისთვის რომ მე აქ და ახლა ვიყო და მე ჩემს საფრთხეზე მაქვს მარტო ჩემი გამოცდილებიდან ვლაპარაკობ, იმიტომ რომ მე ამ უფლება არ მაქვს ხოლმე ვლაპარაკო, რაც არ გამომიცდია საკუთარ თავს. მე მიჭირდა აქ და ყოფნა, იმიტომ რომ წარსულის ტრავმა მართავდა და მას მე ვერ ხვდებოდი როგორ ხდებოდა. მე მთელი ძალით არა, ანუ აი ვცდილობდი რა, რაღაცნაირად რაღაც მედიტირებდი, ამაშობდი, რომ აქ და ახლა რაღაცა შემეგზნო ეს ყოფიერება. მაგრამ ისე მართავდა ის, იმიტომ რომ ეს არ იყო აი როგორ ჩვეულებრივი რიგითი ტრავმა არ იყო, რომ შობელმა სადღაც არ გაგიშვა, ეს სერიოზული დამღა იყო, რომელსაც მე ვერ ხვდებოდი როგორ აფორმირა ჩემი გონება და ზუსტად შექმნა ის ყალბი ეგო, რომელიც შექმნა. მივედი იქამდე, რომ ეს გავაცნობიერე, დაერქვა ამას სახელი და მე ამის გაცნობიერებამ მომცა საშუალება, რომ აქ და ახლა ყოფილიყო. ხო, აი მადლობა შენ ფსიქოლოგს, მაგარია. არ ყოფილა ფსიქოლოგი ნეტა ყოფილიყო. ბევრი ვიცვალე მე თვითონ ხო, მაგრამ რას ვამბობ, იცი რომ მე ზოგადად აი, როგორ გითხრა, გურუების მომხრეც კი არ ვარ, პირდაპირ ვიძახი ხა ეს არ. გურუ ვინ არის? ხო, არ ბევრ ადამიანს არ მოსწონს ეს და რაღაცა გზაზე უნდა დადგა და ვიღაცა და რაღაცა და მიყვედა სწავლება და მე არ მომწონს ეგ მიმართულება. ეინშტეინი მოგწონს? არ ვიცი, არ ესე არ მაქვს დამოკიდებულება რა, თავის საქმეში რაც გაკეთა, მაგარი იყო, მაგრამ რა მომწონს. ხო, ეინშტეინს აქვს ნათქვამი, მაგალითად პრობლემა, რომელმა გონებამ შეგიგნა, იგივე გონება მაგ პრობლემას ვერ მოგიგوارებს. ხო, მე ხვდები რა ანუ მე კი როგორ ხვდები? ხო, ხვდები პატივცემ შენ მე ყველა დამოკიდებულება არასწორად მიმაჩნია. ყველა დამოკიდებულება. მე კიდე არასწორი და სწორი არ მიმაჩნია, ანუ ხვდები, მიმაჩნია რომ არ არსებობს ამას ვამბობ. შენ ჩემზე ბევრად უფრო მაღალ ცნობიერებაში ვარ. არა, პირიქით, დაბალ ცნობიერებაში ვარ. ბევრად უფრო დაბალ ცნობიერებაში ვარ, იმიტომ რომ ცნობიერება არ არსებობს, წყვილავს ვაუბრობთ. ცნობიერება არის ჭუიდან შეშლილი ადამიანის მოგონილი, ისევე როგორც მოგონილია რელიგიები, ღმერთი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის კონცეფციები, რომელიც მოიგონა ჭუიდან შეშლილმა არსებამ. ამიტომ მე ვსაუბრობ თავისუფლებაზე, რომელიც გულისხმობს ამ ყველაფრის გაწევას. კი, ეგ არის ეს არის ქრისტეს ცნობიერება. ხო, ეგ არის ბოლო წერტილი. ხო და ეგ შეგიძლია შენს გაკეთებული გაქვს და მეც გაკეთებული მაქვს და ყველა დამსწრე საზოგადოებაში ვიყურებ, ყველას გაკეთებული აქვს. უბრალოდ არ ახსოვს. კი, მაგრამ ეგ ხო ყოველდღიურობა უნდა იყოს. ყოველდღიურობაც არ არსებობს. ეგ ხო მაგ ყოფილი წამი არსებობს. მაგ ხო მაგ წამიერებაში უნდა იყო, ხო, სულ ეგრე. წამიც კი არ არსებობს, ყოფაში უნდა იყოს. მაგ ყოფაში ხო უნდა იყოს. კი ბატონო, უნდა იყო არა, ხარ. ხარ, მე არ ვარ, მე პირდაპირ ვამბობ, რომ არ ვარ მე მაგ ყოფაში. არ ვიცი, ხო, მე შენ ამბობ მაგას, მე არ ვამბობ. მე პირდაპირ ხო, შენ თუ მაგ ყოფიერებაში ხარ, მართლა არ ვიცი. არა, მე ნახე როგორ ავარ, მე ვამბობ, რომ სისტემა არსებობს, რომელიც არის შიგნით ეს სისტემა. და შეგიძლია იყოს სისტემური და შეგიძლია იყოს მედიტაციურ მდგომარეობაში, ტრანსცენდენტული მდგომარეობა, ხო? ანუ ეგ არის რა, მედიტაცია დეთაჩი გაქვს რა გაკეთებული, ანუ არა ხარ სისტემაში, ხარ მიღმა. კი. ეს მიღმა ყოფა არის, იყო და იქნება, ეს არის მარადიულობა. ანუ აი ხა შენ შეგიძლია რომ შენი კონცენტრაცია აიყო ხა ზევით, აი 2 მეტრის ზევიდან დახედო ამ მაგიდას. კი, მე არ ვიცი მოყოლილი მოქ თუ არა, მაგრამ შენ მოგიყვებ, მე მქონია მე მედიტირებ წლებია და მე მქონია ბევრჯერ მომენტი, როდესაც არავინ და არსად არ ვიყავი. ხო, აი კი ბატონო. მედიტაციაში. ოკეი, და ეხა ნახე რას ვაკეთებთ. სხოვსხედავთ. აი ხა 2 მეტრის ზემოდან დახედე აი ამას რა. ხო, ხედავ ხო? ხო, შენ ლუჟი ჟაკეტი გაცვია, მე შავი პერანგი მაცვია, ხედავ. რა ხედავს ეს? თვალები აქ გაქვს. აი რა ხედავს? ცნობიერება ხედავს, ხო? ის ყოველთვის იყო, არის და იქნება. იმან არის ის არც ქართული, არც ინგლისური და არც ფრანგული. ის ყველგან არის, ყოველთვის არის. და განპირობებული გონება არის, რომ აქ ვართ ჩაკეტილები, ის არის დაკარგული. ვიღაცა დამკვირვებელს ეძახის, ვიღაცა რას ეძახის და რა. აი ეს ანუ შეპყრობილი განპირობებული გონება არის მიჯაჭვული გონება, რომელიც არის მიჯაჭვული საკუთარ თავში არსებულ კონცეფციებს და აზრებს.
აი ამ ნახე რა ხო ძალიან მარტივია რა. კი, ეგ კი. შენც იცი და ხარ მანდ რა. კი. და მათ ყველა ერთად ვართ ხო? ყველა ყველა ერთად. ერთნია რა, ყველა აბსოლუტურად ერთნი ვართ. ყველა ერთად ვართ. მაგას რო ხვდები და მაგას რო ვგრძნობ, ხვდები არა, მაგას რო ვგრძნობ, ეგ მაგიჟებს ხოლმე სიხარულისგან. ხო, რა. კარგია და აი სიხარულისგან. ხო. სიხარული არის მაღალი ენერგია რა, სიყვარულზე უფრო მაღალია ხო. სიხარული, ხო? აი სიხარული ვინგან იცდის? ის. ხო და და იმ ეს ის. ხო აი ეს ჩვეულებრივია, ხო და ხო, ის და ის. ხო. ალბათ. არ ხო და ვიცი. აი ეს განცდა მარტო სხეულს შეუძლია და იმას განცდა არა. არა ის მთლიანობა, სიყვარულია, ღმერთია რა, ეგ არის რა. ხო. ალბათ. არა, რატო იმიტომ ალბათ, რომ- რატო გაურბიხარ, რატო ალბათ, ანუ არის რა. არის, კი. არის ხო? კი. აი ეგ არის, ანუ რა არის ის რომელიც გაურბის ამას. ისევ გონება რა, რომ იმ რაღაც კომპლექსია, სირცხვილია, ვაიმე ვინმე არ შემაფასოს, ვინმე არ თქვას რაღაცა ეხა რომ ეს ვინ არიან ეს გასხივოსნებული, არა ვარ რა გასხივოსნებული, არა ყველაზე უმეტს არის, ყველაზე დაცემული ადამიანი ვარ. თუ კი ვინმეს ვიცნობ. იმიტომ რომ ვიყურები გარეთ და კიდე რაღაცა ტანჯვა და კიდე რაღაცეებს ხედავ, აგრესიას ერთი მეორეს ებრძვის, ამას თუ ხედავ, ეს ხო გარე გამოვლინებაა, ესე იგი მე ჩემ თავზე მუშაობ. ხო და მუშაობ რა შვები, ანუ კონკრეტულ მოქმედებებს ვაკეთებ, არა ჩემი ტვინიდან და ემოციებიდან, არამედ სწავლებიდან. ესეთი კითხვა მაქვს ხოლმე სულ ჩემ თავთანაც მაგას ვფიქრობ და შენც კითხავ. რას ფიქრობ, რომ მაგ მდგომარეობაში არის, არ ვიცი, 20 წლის ბიჭი გოგო. ანუ შეიძლება საერთოდ მაგ მდგომარეობაში რომ მაგასაკშივე, არ ვიცი, მიხვიდე, შეხვიდე, იყო არსებობს ეგეთი რაღაც. ჩემი გამოცდილებიდან ვსაუბრობ. ხო. ჩემ გამოცდილებაში 20 წლის ასაკის ადამიანი მაგ მდგომარეობაში არ მინახია. ანუ ასაკ ეს ბევრი ანუ საფეხური ზომიერება, გჭირდება, ხო. 20 წელი არ არის საკმარისი არა, მან ნახე როგორი რაღაცა მე მინახია მაგალითად ბავშვი გარდაცვლილი. 5 წლის, 3 წლის, 15 წლის, 20 წლის, ხო? მოზარდი. ხა როგორ უყურებ რა, როგორ აღვიქვამ, ხო? მე ჩემი სამყაროდან აღვიქვამ ყველაფერს, ხო? აქ რა ორი სამყარო ვართ, ხო? რომ იმის სულს უნდა და რაღაცა ამ მატერიალურ სამყაროში რაღაცა განცდები შემოვიდა, მიიღო ეს განცდები და გავიდა. ეხლა ის კითხვა რომ 20 წლის ასაკში მინახია თუ არა ადამიანი ბოლომდე გაცნობიერებული ყოფილიყოს, ამაზე რომ დავფიქრდე, მე თვითონ უმეცრებაში ჩავარდები. ამიტომ ამაზე პასუხს გეტყვი ისე რომ ყველა ვართ, ყოველთვის ვართ და ეს გამოვლინებები ასაკობრივი, დროითი, სივრცითი არის მატერიალური სამყაროს გამოვლინებები, მატერიალური სამყარო, რომელიც დღეს უკვე აღარ არსებობს და დღეს უკვე ახალი სამყარო არსებობს, ამიტომ მოდი ახალი სამყაროთი ვისაუბროთ თუ გვაქვს სურვილი. იმიტომ რომ იქ მე განჟაში შევა. ბოდის მოვიხდი რა, რომ არ არსებობს რო ვთქვი, ანუ არსებობს და არ არსებობს, არ არის რა რეალურად რა. არსებობს და სებობს ვიძახდი ხოლმე ბავშვობაში. არსებობს და სებობს. არსებობს თუ არ არსებობს, ეს უკვე მატერიალური დუალისტური განხილვაა და თავშევიკავებ, ანუ არის ის რაც არის და არა რეაქცია იმაზე რაც არის. მე რეაქციას გამაკეთებინებს ისე მატერიალური აზროვნება და დაბალი ენერგია. ამიტომ ყველას პატივცემ და ყველა ძალიან მიყვარს. მადლიერი ვარ იმ გამოცდილებების, რასაც ვღებულობ. ყველა ჩემი მასწავლებელია და ყველაფერი ჩემი გაკვეთილებია, ანუ ესე უყურებ რა. კი ბატონო, ცოტა მინდა რომ ვისაუბროთ ამ მიჯაჭვობაზე კიდე რაღაც სხვა კუთხით. ესეთი ამ თემას რო რაღაცნაირად ვფიქრობდი რა, ესეთი ამბავი იყო, რომ ემოციური მიჯაჭვობა მგონია რაც არის მე რაც ჩემში რაც ყველაზე მეტად იყო პირადად და მგონია რომ ადამიანებს გვაქვს ეს რაღაც მიდრეკილება განსაკუთრებული ემოციური მიჯაჭვობის რა, ვიღაცის ბედნიერებაზე, საკუთარი ბედნიერების აგების, ნეირომედიატორული მიჯაჭვულობას ვეძახი მე მაგას. ხო, აი ზუსტად ეგ რა. იმიტომ რომ ამ დროს მქონდა ეგეთი დიალოგი შევესწარი, რომ მე თუ კარგად ვიქნებიო,
შენც კარგად არა, შენ თუ კარგად იქნები, მეც კარგად ვიქნებიო რა, ესეთი საუბარი იყო და მე დავუსვიკითხვა, რომ შენ თუ კარგად იქნები, შენ თვითონ შენ თავზე თუ კარგად იზრუნებ, რომ იყო, ისიც ხო კარგად იქნება, ვინ შენთან ერთად არის და არა, ეგრე არ არისო. და ჩემ თავშიც ხშირად აღმომიჩენია ეგ ამბავი, რომ ვიღაცის შეფასებაზე ვიყავი დამოკიდებული, რომ ის რა სიტყოდა ჩემზე და მე შესაბამისად მეც შეიძლებოდა რომ ჩემზე ეგრე მეფიქრა, ან პირიქით არ მეფიქრა. რაც ფაქტობრივად აი რა ვიცი ხა ცხოვრების ხარისხი გიგდებს. მე შფოთვები შემოდის, შიშები შემოდის, შესაკუთარ თავის დაჯერებულობა ფაქტობრივად აღარ გაქვს რა, როცა იგითი რაღაცა ხდება. და რას ფიქრობ მაგ საკითხზე, აი რატო რა არის ეგ? რატო გვაქვს ადამიანებს ეგეთი ნეირომედიატორული მიჯაჭვულობა? კეთილი მადლობა. იმიტომ რომ ადამიანები ვართ პირველ რიგში. იმიტომ რომ ისევ გავიმეორებ, ვართ განვითარებადი არსებები, ეს იმას ნიშნავს, რომ განვითარებულები არა ვართ. მაშინ არ ვიქნებოდით განვითარებადები. ის ადამიანი, ვინც ამას შენ გეუბნებოდა, მიმაჩნია, რომ მართალია, პატივცემ, რამე თუ მისი აზრია. და აქვს ადამიანს. ეხლა მე რო ვებრძოლო ამ ჭიქას, რომ მომინდეს, რომ იყოს ვარდისფერი, ამით მე დავზიანდები, ანუ ეს ჭიქა ისევ დარჩება ყავისფერი. ადამიანს რა აზრიც გააჩნია, ის აზრი აქვს და ის აზრი იმისთვის ჭირდება, რომ ესეა საჭირო და ეს ეხმარება, რომ განვითარდეს. თუ ის თვლის, რომ სხვისი კარგად ყოფნა არის მნიშვნელოვანი მისი მდგომარეობისთვის, ეს მაგ ფაზაში არის ცხოვრებისეულში და ეს მას ჭირდება რო არის. მე თუ არ ვეთანხმები მას, ესე იგი მე ჯერჯერობით ვარ წინააღმდეგობის გაწევის ენერგიების ხარჯვაში, რაღაცის მტკიცების ფაზებში და ეს ჩემი განვითარებას ჭირდება და ესე იგი მე ვარ ამაში. ანუ შენ ამბობ, რომ მაგალითად მე შევესწარი ამ ფაქტს, მაგაში ჩავიდეთ ძალიან საინტერესოა ჩემთვის. მე შევესწარი ამ ფაქტს და მოვისმინე ეს ლაპარაკი, იმიტომ რომ ჩემში ეგ მოცემულობა ჯერ კიდევ არის და მე მჭირდებოდა, ანუ ხო. ჩემი თავისთვის. ეგ არის, ხო? იმისთვის კი არა, რეალურად ჩემი თავისთვის, შენ თავს უმტკიცებ, რასაც ლაპარაკობ რა. კი. ხო, სავარაუდოდ კი, მაგრამ ნახე დაგეხარჯებოდა ენერგია. წყენებზე ნამუშევარი ხარ და ბრაზებზე ნამუშევარი ხარ და არ გამოიყოლებდი ამას, ხო? ანუ ენერგიას. შესაბამისად, წინააღმდეგობის გაწევის ენერგია დაგეხარჯებოდა, რომელიც არის სასიცოცხლო ენერგია. და რაღაცის მტკიცება, როცა გინდა, ყოველთვის უნდა ვაღიარო, რომ ის ჩემი აზრი, რასაც ვამტკიცებ, არის ყველაზე დიდი უმეცრება, იმიტომ რომ აზრი, სწორი აზრი ესეთი რაღაცა, რომ სწორი აზრი არსებობდეს, არ არსებობს. ყველას თავის სწორი აზრი აქვს? სწორი არ არსებობს, ყველას თავის აზრი აქვს. სწორი და არასწორი აზრი არ არსებობს, ყველა ვარიანტი სუბიექტურია. ობიექტური რეალობა თუ შეიძლება დავარქვათ რამეს, იქ აზრი არ არსებობს. აზრი უკვე არის დაფუძნებული ტრამვაზე, შეფასებაზე, განათლებაზე, გენეტიკაზე, ტრადიციაზე. მაქიდან წარმოქმნილია. ჩვენ თუ გამოღვიძებაზე ვსაუბრობთ, არა აქვს მნიშვნელობა რა ლექსიკონით ილაპარაკებს და რას ილაპარაკებს. საერთოდ არ არის მნიშვნელობა რა. ზოგი აკადემიკოსია და მეცნიერული ენით საუბრობს, იგივე არის, რომ ვიღაცა იდგეს მთელი ცხოვრება სადღაც გაჭირვებაში იყოს, იცხოვროს და რაღაცა ორი სიტყვა თქვას, ერთი და იგივეა ეს. ანუ მე თუ შევაფასებ, რომ ის უფრო მაღალი ლექსიკით ლაპარაკობს და ბევრი განათლებული და ცოდნა არის და პატივს ბატონო და იმას არ უცემ პატივს, მე ვყოფილო ყველაზე ავად და მე ვარ ყველაზე ცუდად. აი ესე შემიძლია თქვა. აი ხა წარმოიდგინე რა, ვიღაც გვანცა გვიყურებს და ისმენს ამ ლაპარაკს რა და სადაც არის ნათქვამი, რომ სწორი აზრი არ არსებობს. როგორ შეგვიძლია კიდე სხვა სიტყვებით ამოხსნათ, რომ სწორი აზრი არ არსებობს? ანუ ხვდები რა, მე მესმის, იმიტომ რომ არ ვიცი რაღაც, შეიძლება ვიღაცაზე მეტი ორი წიგნი მაქვს წაკი, სიტყვაზე ვამბობ და რაღაცა უფრო მეტად მოყვები რა. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მე მინდა ძალიან და ვიხმარ სიტყვა მინდას, რადგან პოდკასტი გავაკეთე და ბევრი მაყურებელი არის, მყავს და დიდი პატივისცემა და სიყვარული ყველას ჩემგან ყოველდღიურად და ყოველწამიერად.
მინდა რომ უფრო მეტად მივიდეს მათ ცნობიერებამდე ეგ სიტყვები. მიხვდი რას ვამბობ, რომ ანუ შენ თუ უფრო მეტად გინდა რომ მივიდეს ცნობი, მაშინ ნუ ცდილობ რომ მივიდეს და მივა. ხო იცი ხა ამ პასუხს მიიღებდი ხო? ვიცი კი. ანუ ჩვენ რაც უფრო ნაკლებს ვეცდებით, ანუ მცდელობებს რაც უფრო გაუშვებთ ხელს, მით უფრო გამტარი ხდები და მით უფრო რეალურად მიუვა მისასვლელი იმას, ვისაც ჭირდება. ხო. ამიტომ ძალდატანება რომ მე დაგვანცავ ვცდილობთ ეხა ხალხო გაიგეთ ეხა რას ვლაპარაკობთ, ეს პირიქით ბლოკებია. რეზონაციაა რა ენერგიაზეც ხარ, იმ ენერგიაზე რეზონირებენ. ანუ ეგ არის და ეგ. კიდე რამდენად რომ მეკითხა იცი. აი სულიერ გამოგვიძებაზე როცა ვლაპარაკობთ და როცა ვიცახეთ რაღაც მაგ ეპოქაში ვართ, ეხლა ჩვენ გარშემო ბევრი ეგეთი ამბავი ხდება, ვისმენთ, ვუყურებთ, ესე მილიონი მედიტაცია, მილიონი პრაქტიკა, მილიონი ის, მილიონი ეს ხდება ესეთი ამბავი. როგორ ხედავ სამყაროს თუ არ ვიცი 80% ადამიანების იქნებიან გამოღვიძებული. დაშვება გავაკეთო? 100 არა 80, კიდე 51 იყოს. იცი როგორ არის? ანუ გარე სამყაროზე მეკითხები, ხო? მე მაგალითად თუ გულახდილად თუ იპასუხებ, ხო? გარე სამყაროს არ ვაღიარებ. ანუ ჯერჯერობით ვერც ვერავინ ვერ დამემტკიცა რომ გარე სამყარო არსებობს. ესეთ კითხვას ვსვამ ხოლმე რა. შენ სანამ მოევლინებოდი ამ დედამიწას და შენი ფიზიკური სხეული რო გარდაიცვლება, მოკვდები და სული გარდაიცვლება გააგრძელებს მსოფლიო არსებობას? მე რა ვიცი. ო. ხშირად მეუბნებიან რომ კი. ნახე მე როგორ უყურებ და აღვიქვამ რომ არსებობს ის რომელიც არის სხვადასხვა ფორმებში. ეხლა არის აი ამ სხეულში. ამ გამოცდილებას ღებულობს. ის, ესე დავარქვი რა, ის. სხვადასხვა ფორმებს იცვლის. ეხლა ამ გამოცდილებაში არის გარეთ რაღაცა გამოვლინება, სადაც არიან ადამიანები, ცხოველები, რაღაც ოკეანე, ცა, ვარსკვლავები რა. რომელიც ჯერჯერობით ვერ ამოვიცანი რა, ანუ რა არის რა, ანუ არ არის რა ინფორმაცია ისეთი, რომ აი ვიცოდე კოსმოსი რა არის მაგალითად და ნაიც დაბალი ცნობიერებაა რა ესე აღვიქვამ, მაგრამ გამოცდილებისთვის საჭიროა რა, ღებულობ ამ გამოცდილებას. დაშვება იმისა, რომ 80% გამოღვიძებული ადამიანების არსებობდეს, რა თქმა უნდა, არის უფრო მეტიც მე აღვიქვამ, რომ 100% გამოღვიძებულია. ანუ ჩემთვის სამყარო, რომელშიც მე ვიმყოფები, არის იდეალური. უბრალოდ არის დაბალენერგიული სამყარო, სადაც არის ხახუნი, იმიტომ რომ განვითარების რაღაცა ფაზა არის, კოლეჯია რა, ესე დავარქვათ რა, სადაც ხახუნია საჭირო. ეს ხახუნი არის რაღაც კეთილი და ბოროტი ვიღაცამ დაარქვა რა. ესე ჩემშია ოღონდ ვიღაცამ რო დაარქვა. ვიღაცამ რაღაც დაბალი და მაღალი რაღაცა რა და ამის ხარჯზე ღებულობ გამოცდილებას. ანუ განთლიანებაში შევდივარ უკან შეზავებაში გადავალ რა, ესე აღვიქვამ. და დროებით რაღაცა იმაში ვარ რა, სხეულში, აი სამყარო რო გატენო 3 ლიტრიან კილაში. აი ეგეთი განცდა მაქვს რა და რავი სიყვარული როგორც მე მესმის, ვცდილობ რომ ამ სიყვარულით ვიხედებოდე. როგორ გესმის? სიყვარული არა ემოცია ყოველ შემთხვევაში რა, იმიტომ რომ იყო პერიოდი რომ ემოცია მეგონა სიყვარული და მივხვდი რომ აი საერთოდ არ არის რა. სიყვარული არის რაღაცა მდგომარეობა, აი ქრისტეს ვეძახი მაგას რა. ქრისტე ხო გვარი არ არის რა, ქრისტე არის მდგომარეობა. აი მას ვეკითხებით ხოლმე, ხო ესე იესო იყო თუ არა ქრისტიანი რა, მაგარი ჩამჭრელი კითხვაა რა. არ იყო რა. ან ბუდა იყო ბუდისტი? არ იყო. ხო და აი ქრისტე არის მდგომარეობა რა, რომ პირობა მიზეზი არ ჭირდება მაგ მდგომარეობაში შესვლას. ეს მდგომარეობა ყველას თანმზდევი გვაქვს, ყველა ვართ მაგ მდგომარეობაში. უბრალოდ აი როგორც
აი ცნობიერება დაბინდული, ხო იცი, აი ვერ ხედავ რა მაგ ცნობიერებას, იმიტომ რომ აზრები, ეს რაღაცეები ანაგვიანებს რა, წვდომას გიკეტავს. ესე არის მაგ მდგომარეობის მიმართ წვდომა ჩახშული. და ეს დაცემები ადგომა, რასაც ცხოვრება ქვია, მან გამოხშირვას აკეთებს და მაგ სიყვარულ მდგომარეობასთან გაგდებს. ეგ არის და ეგ. ანუ შენ მაგ მდგომარეობაში ხარ სულ? მაგ მდგომარეობას შევეხე 5 წლის ასაკში. ოპერაცია გამიკეთეს და ბავშვთა სამავტყოფოში ვიწექი და ძალიან მტკიოდა სხეული, გვანცა, ძალიან მტკიოდა სხეული. ძალიან მახსოვს ყველაფერი. და იმდენად მტკიოდა სხეული, რომ ცოდნები არ მქონდა რა, იმის ცოდნაც არ მქონდა, რომ მეთქვა, რომ ძალიან მტკივა. და ავტომატურად რაღაცა მოხდა ის, რომ არაფერი არ არის რა, ანუ აი არ არის რა, ტკივილიც არ არის და არაფერი არ არის და აი მაგ მდგომარეობაში ჩამაგდო. რომ წამოვაყენეს მე ლოგინიდან, მაშინ ჟუაჩკები დეფიციტი იყო რა და ბევრი ჟუაჩკები მომიგროვდა რაღაც ოჯახის წევრებმა მომი. და წინ გავედი კორიდორში რა და რაღაც საერთო ის იყო ოთახი, სადაც ბევრი ბავშვები იყვნენ და ეს ჟუაჩკები დაურიგე და უთხარი ყველას, რომ ნუ გეშინიათ არ არის არაფერი მეთქი რა. იმის მერე აი ეს თითქოს სულ არის. სულ არის და ბევრი რაღაცას დავეჯახი ცხოვრებაში, ბევრ ტკივილს დავეჯახი, რაღაცებს დავეჯახი, მაგრამ ეს სულ არის. სულ არის. ასე რომ ეს მდგომარეობა მინდა რომ შენც გადმოგცე და გესროლო და ყველანი მაგაში ვართ. შენ ერთხელ ლაპარაკის დროს ახსენე, მაგრამ კიდე დაგისვამ მოკითხვას, დაგისვამ თავისუფალი ადამიანი რა როგორია. საკუთარი აზრების მიღმა მყოფი. და ბოლოს მინდა რომ მოგვიყვე რეტრით თბილისთან დაკავშირებით, რა ხდება, სად ხდება, როგორ ხდება. მადლობა. ძალიან მიყვარს რეტრით თბილისი, იმიტომ რომ იქ სივრცე გვაქვს შექმნილი, სადაც ადამიანებს ეძლევა საშუალება, რომ თუნდაც არაფერზე არ ვილაპარაკოთ. დღეს ვართ საქართველოში, ჩამოვედით, კოჯორში ვართ გამაგრებულები, ჩვენი გუნდი და სხვადასხვა პრაქტიკებით ვართ დაკავებულები. ძალიან გვიხარია, როდესაც ადამიანი გამოთქვამს სურვილს, რომ მოისმინოს, თუნდაც გაიგებს თუ ვერ გაიგებს, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, ან თუნდაც დაინტერესდეს რა ჩვენი გამოცდილებით და ჩვენი ხედვით. და უბრალოდ აი ეს რეტრიტი თვითონ კონცეფცია საქართველოსთვის ცოტა ახალია. დასავლეთში და აღმოსავლეთში და იქ ძალიან ფესვებ გადგმულია. რეტრიტი არის სივრცე, ადგილი, სადაც ადამიანებს ეძლევათ აი განდეგილის ფაზაში, როდესაც შედის, უკვე საკუთარ თავში, უკვე შიგნით არის, აი ეძლევა საშუალება იმ სივრცეში, რომ უფრო ხარისხიანად მიეცეს საშუალება შიდა ხმას მოусმინოს რა. ესე შეიძლება ახსნა. და რომ მე დავლინკავ თქვენ პეიჯებს აუცილებლად აღწერაში ნახავთ ვიდეოში და შეგიძლიათ რომ გადახვიდეთ და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ თქვენთან მოვიდეს და იყოს ხო, ალბათ უფრო იმ კატეგორიას, რომლისთვისაც აი რეზონაციაში მოდის რა, თვითონ იგრძნობს შინაგანად რა. შეიძლება სხეული არ კონდეს რა, მოსვენებული და აი გაუჭირდება, ყველას გაუჭირდება ესე ვიტყოდი. აი მომწიფებული უნდა იყო ადამიანი, როდესაც რეტრიტში შედიხარ რა, აი ამას ვიტყოდი, მაგრამ ალბათ მე ვიძახი რომ საქართველოში ყველანი გამოგვიძებულები ვართ თქო და ამიტომ ჩამოვედით, დავბრუნდით, გუნდი ცოტა ხნით ალბათ მე შეიძლება რომელიმე ქვეყანაში წავიდეთ. რატო დადიხართ? რატო არ უნდა ვიაროთ? მე არ ვიცი რა დადიხართ. რავი, სახლია რა, დედამიწა. ხოდა შორის მე ძალიან მიყვარს მოგზაურობა და დავსვალპარაკობდი მაგ თემაზე რა, არ ვიცი ხა რატო ვყვევი, მაგრამ მოვყვევი. სადაც მივდივარ თქო, ყველგან კარგად ვარ თქო ხო, რა. ეგ არის, სახლია. აი არ ეს რაღაც შეიძლება ეს რაღაცნაირად ჟღერს, არ ვიცი, მაგრამ არ მაქვს ეს მინატრება მაინც და მაინც ერთი ადგილი დამაბრუნე. მოდი ერთად ვიარო. მაგარია ძალიან. მართლა გეუბნები ერთად ვიარო. ხო, ეგ არის ზუსტად ეხლა რასაც ამბობ. ანუ არა აქვს მნიშვნელობა რა, ეხლა ანუ აქ ხარ თუ იქ ხარ, ამ მნიშვნელობა. მაგრამ ეს მონატრება რო აქვთ ადგილის, შობლების, საყვარელი ადამიანების, ხო? ხანდახან მეგონა ხოლმე ჩემი თავი ცოტა რო რანაირად არ მენატრება, ეხლა ესე როგორც ვიღაცას ენატრება, რო ადარებ ეხლა შენ მეგობარს ან ვინმეს რა. და რა არის ეგ? ემოცია. მონატრება ჯანსაღია, ოკეია. მონატრების დარდი არის დამაზიანებელი.
მონატრების დარდი როდესაც არის, ესეც თავისთავად ხდება ნორმალურია განვითარების გზაზე, მონატრების დარდი აზიანებს. მანდ არის მიჯაჭვულობა უკვე რა, კონტროლის დაწესება, ჰიპერმზრუნველობა და ასე შემდეგ, უკვე დამაზიანებელია. მაგრამ არის რაღაცა ეპიზოდები, პერიოდები, როდესაც ამის დარეალიზება გჭირდება ადამიანს. აი როგორც ემოცია სიყვარულის, ხო? ალბათ ყველას ადრეულ ასაკში ეს გულის აჩქარება და ქიმიას რასაც ვეძახდით, ხო? ეს გვეგონა სიყვარული, მაგრამ ეს ხო რაღაც დროებითია და მე ქრება, ხო, გადის. და თუ მიეჯაჭვე მაგ ემოციას, მე ძალიან ხშირად შეიცვლი პარტნიორებს, იმიტომ რომ სულ გინდა რომ ეგ იფიქრებ, რომ ის აღარ მიყვარს და ახალი მინდა ეხლა და იმას დასდევ. მაგრამ მე არ ყვევ, რომ თურმე ეს არ არის სიყვარული და სიყვარული არის შრომიდან გამოძერწილი მდგომარეობა. იგივე არის იმაზეც, ხო? მონატრება. მონატრებაც ეს დარდი იმდენად დაგანგრევს მე რა, რომ მე ხვდები, რომ ანუ დარდი არაჯანსაღია, იმიტომ რომ მე თუ რეალურად ეხა გვანცა მიყვარს, მე ჯერ ისე დანგრეული კი არ უნდა ვიყო, ანუ ყამყარად და დამიწებულად უნდა ვიყო. თუ მიყვარს, უნდა ჯანსაღად ვიზრუნო მასზე. და ჯანსაღად როგორ ვიზრუნო თუ მელანქოლიაში და საზღვარკვეთილებაში ვიქნები და აი ამ ტრანსფორმაციას გადიხარ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შენ გონცა. ბევრი საფიქრალი რაღაცნაირად შემოვიდა. ხო, ამოდი და ვიფიქრე. ხო, რაცა ისეთი საუბრობდი ახლა ბევრი რაღაც თემა არის კიდე რასაც აი კიდე გავშლიდი რა, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა. მე ძალიან მიყვარს როგორც ახლა მაგალითად ტრამვებზე ჩვენ რაღაც ისე ვისაუბრეთ, ხო? ცოტათი განსხვავებული აზრი შეიძლება გქონდა ერთმანეთისგან. ჩემთვის ძალიან საინტერესოა მაგის მოსმენა, იმიტომ რომ შეიძლება მე ფიქრობ ისე, რომ აი ხო, ანუ ერთადერთი ამბობ. აუცილებლად. ამიტომ ძალიან საინტერესო იყო კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. მე რამ არ ვიცი მგონია რომ თბილისში სანამ იქნები ჩემი სტუმარიც იქნები ხოლმე. ხო, და ჩემს მაყურებელს ვეტყვი რომ მე დავტოვებ ლინკს Retreat თბილისის, გადადით ნახეთ, თვითონ გვერდებით Facebook-ის, Instagram-ის აქვს ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ სხვადასხვა ვიდეოები იდება და ბევრ რამეს გაიგებთ იქიდან და ბოლოს რა თქმა უნდა გთხოვოთ რომ გამოიწეროთ პოდკასტის არხი YouTube-ზე, Spotify-ზე და სოციალურ ქსელებშიც თუ გინდათ და ყოველთვის გახსოვდეთ რომ ამ პოდკასტს ვქნით ერთად და თქვენც ერთად ხართ ჩემთან ერთად ამ ყველაფრის შემქმნელი და მადლობა.